მადლობის, მოგესალმებით. კოლეგებო, წარმატებული დღე მინდა გისურვოთ, დღეს აღნიშნულოვანი დღე გვაქვს. მომავალი წლის ჩვენი ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. კოლეგებო, დარიგებული გაქვთ დღის წესრიგი, გათვალისწინებულია დღის წესრიგით ორი საკითხი, პროცედურულ საკითხებთან თუ გსურთ რაიმე. პროცედურულ საკითხებთან. დიახ, ბატონო არჩილ ბრძანეთ. მოგესალმებით, ბატონო კოლეგებო, მოგესალმებით ბატონო არჩილ. უბრალოდ შეიძლება მას დიდი მნიშვნელობა არ ქონდეს, მაგრამ ბიუჯეტის განხილვის ეშხში რომ შევალთ, მე შეიძლება ეს საკითხი სერთ გამოგივარდეს და პირველი ის შევცვალოთ რიგითობა უბრალოდ. მეორე საკითხი დავაყენოთ პირველ საკითხად. ხო, კი ბატონო. უფლებამოსილების საკითხი. უფლებამოსილების შეწყვეტა, ხო, მაგრამ ჩვენ მე კარგი, არცა არ არის პრობლემა. კი ბატონო, უცებ მოვჩებით იმ საკითხს, კი ბატონო. სხვა წინადება ხო არ გვაქვს კოლეგებო? შესაძლებელია საკითხის ცვლილება გავაკეთოთ, მართლაც რომ ბიუჯეტი საკმაოდ დიდ დროს წაიღებს. დიახ. ინფორმაცია პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. ინფორმაციის სახით მინდა გითხრათ, რომ ბატონ ლაშას ქონდა გადაწყვეტილი, რომ დასწრებოდა სხდომას. ცოტა აგვიანდება და ხო არ მივცეთ საშუალება, რომ 1-2 სიტყვით დაგვემშვიდობოს. და თან წარმატებას რო უსურვებ, გააწვით რომ მაღალ თანამდებობაზე თვითონაც დაესწროს. თან იცის რომ პირველი ბიუჯეტია და მერე ამის საკითხი. იცის თან რომ პირველი ბიუჯეტია და მერე ამის საკითხი. მაინც დავემშვიდობებით რა პრობლემა არის რა. ხო არა, რა ვიცი. რეალურად უყაროთ კენჭი და გამოჩნდება რა, მაშკი. ვაყენებ კენჭის ყრაზე კოლეგებო, რომ რიგითობა საკითხებისა შეიცვალოს. მომხრე მიიღეთ რეალურად გადაწყვეტილება რა, არ ვიცი, მომხრე. დამითვალე. წინააღმდეგი. ანუ დღის წესრიგი იგივე რიგითობით დარჩა. მაშკენჭი მინდა უყარო დღის წესრიგს მომხრე. ნუ ცხადია, ნუ დავამტკიცოთ ახლა და წინააღმდეგი. 1. მადლობთ კოლეგებო, დღის წესრიგი დამტკიცებულია. სანამ დავიწყებდეთ საკითხების განხილვას, განცხადებებისთვის ბატონო რაულ ბრძანეთ. დიახ, ბატონო არჩილი, შემდეგ თქვენ. მოგესალმებით, პატიცემულო კოლეგებო, დამსწრო საზოგადოება, ბატონო არჩილ, კარგი აროესწრებით, ტრადიციულად უკვე. ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, რომ ქალაქში ავტომანქანების მოძრაობის წესი შეიცვალა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საქმემ ასე ვთქვათ, დადებითი შედეგი გამოიღო. პრაქტიკულად გორგილაძის ქუჩა მთლიანობაში და ის სხვადასხვა ქუჩები, სადაც ეს მონაცვლეობა მოხდა, ასე ვთქვათ, საცობები აღარ არის, თავისუფლად გადაადგილდებიან ავტომანქანები და მოსახლეობისათვის, ჩვენი ქალაქელებისათვის ესაც ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ბატონო არჩილ, აი საპირისპირო, აი მოძრაობის კუთხით, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ტურიზმის დეპარტამენტის და იქედან ზევით და ქვევით, ასე ვთქვათ, მიმართულებით დაახლოებით 100-200 მეტრის რადიუსში არის ეს ქვაფენილები არის შესაკეთებელი და აუცილებლად არის გასაკეთებელი, რომ ამ მიმართულებითაც თავისუფლად იმოძრავონ მანქანებმა და ასევე საპატრულო სამსახურს უნდა ვთხოვოთ, რომ მუდმივად ის ორი ქუჩა, რომელიც ასე ვთქვათ საწინააღმდეგო მიმართულებით არის, იქ გარკვეულწილად არის რაღაც წესრიგი დასამყარებელი. დანარჩენი ყველაფერი კარგად არის და ძალიან კარგია, რომ ეს საკითხი, ასე ვთქვათ, მოგვარდა და მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. აი ეს ქვაფენილების თემა, რომ აი მე 2 დღის უკან ვნახე იქ გარკვეულწილად სამუშაოები მიმდინარეობდა, ცოტა ქვევით, მაგრამ იმ ზედამხარეზე იქ საერთოდ რაც მე გითხარით, იქ გასაკეთებელია და აუცილებლად შესაკეთებელია. ასევე მინდა აღნიშნო მეგობრებო, რომ მე არაერთხელ განცხადება გავაკეთე, ასე ვთქვათ, ქალაქის შემოსასვლელში თევზის ბაზრობასთან დაკავშირებით
და ამასთან სიუჟეტებიც იყო და ხშირად ამ თემაზე ვსაუბრობთ ვგახსოვთ. დღესდღეობით ძალიან სასიამოვნოა და კარგია და მნიშვნელოვანია რომ თევზის ბაზრობა დაახლოებით 70-80% მოწესრიგებულია და ასე ვთქვათ მარჯვენა მხარე ცოტა დარჩენილია რაღაც ნაწილი, ალბათ ის მეპატრონე ვინც არის მაგკუთხითაც ალბათ იმუშავებს და გააკეთებს და რომ შეხვალ გესიამოვნება იმ ევროსტანდარტების დონეზე, იქ მაცივრებიც, სანიტარული მომენტების დაცული და ძალიან კარგია, რომ ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი ჩვენი ქალაქისთვის და ეს არის ყველა ტურისტი ჩამოსული ვიზიტორი ყველა თევზის ბაზარში მიდის. ამიტომ ეს საკითხი ბოლომდე უნდა მოწესრიგდეს და ასევე ბატონო არჩილ მინდა გითხრათ რომ იქ მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც არის ავტოპარკინგი იქ აუცილებლად არის ასფალტის ანუ მოსაწესრიგებელია იქ არის გრუნტი და პრაქტიკულად ასფალტის საფარით არის მოსაწესრიგებელი ეს კუთხე და ამასაც თუ ჩვენ გავაკეთებ ეს ძალიან კარგი იქნება და მნიშვნელოვანია რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება. დიდი მადლობა. სალამებით კოლეგები. ერთი წუთი. ბატონო არჩილ და შემდეგ ბატონი დიმა, შემდეგ ბატონი თამაზი. ბატონო თავმჯდომარე, მე ვიდრე საკითხზე გადავიდოდე, როდესაც ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, ანუ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ეს საკითხი, აუცილებლად უნდა აღნიშნოთ ჩვენ და მხედველობის გარეშე უნდა გამოგჩეს. მე მინდა გოჩა ლორდ კიფაინძეს მიულოცო ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნვა. ეს არის ქვეყნისათვის დიდი წარმატება და ეს არის, რა თქმა უნდა, ერისთვის დიდი წარმატება. მე როგორც იურისტი ვიცი ამის მნიშვნელობა და მე მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო. ეხლა რაც შეიძლება საკითხებს. მეც მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბატონო არჩილ ყოველი სხდომაზე დასწრებისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ გვიადვილებს საკითხების განხილვას, რომ პირდაპირ გესაუბრებით და არა გადაცემის წესით. თქვენ იცით, რომ პანდემიის პერიოდში არაერთხელ გამოცხადებულ შეზღუდვებში სრულ იზოლაციაში მოექცნენ კულტურის მუშაკები, ანუ თვით დასაქმებულ ხელოვან ხალხზე მაქვს მე ხედველობა ხელოვანი ხალხი აქ მრავალი მიმართულებაა შემოქმედებით კუთხით თუ სხვა კუთხით. ამიტომ მათ გამოთქვეს აზრი ჩვენ გუშინ სხდომაზე კომიტეტის განვიხილეთ, ვისაუბრეთ და დამეთანხმა კომიტეტის თავმჯდომარე, დიდი მადლობა ამისათვის, ბატონო ირაკლი. ერთხელ ჩვენ მოვაწყოთ შეხვედრა ამ დარბაზში. მე როგორც წლების განმავლობაში მუშაობდი კულტურის ცენტრის დირექტორად, თეატრების, სახელმწიფო თეატრების დირექტორად და ჩემი აზრიც მინდა გამოუთქვა, რომ შემდგომ შეზღუდვების პერიოდში არის გამოსავალი, მე არ გულისხმობ მასობრივ ღონისძიებებს, თვით თლიანად 100%-იან იზოლაციაში რომ არ მოექცნენ ადამიანები, არსებობს მათი მიმართულებით განაგრძონ თავისი საქმიანობა. გარდა ამისა, მე როგორც წინადადებით, ანუ შემოვიდება როგორც ინიციატივით, ბატონო არჩილ, ვინაიდან შეიცვალა ამჟამად მიმართულება ქუჩების, მან გაართულა პარკირების მდგომარეობა, მოდით ამაზე ვიფიქროთ სერიოზულად, არსებობს ამის გამოსავალი, დავათვალიეროთ, გავიაროთ, სავალი ნაწილი ფეხით სამჯერ აღემატება მანქანით გადაადგილების ნაწილს. აქ შეიძლება ჩვენ შეზღუდვა გავაკეთოთ. ხედველობაში მაქვს ისიც, რომ ხელუხლებელი დარჩება იქ ველო ბილიკები. ეს ხელ შეუწყობს, ეს არ ვიცი ახლა რა თანხებთან იქნება დაჯდება, ამაზე ვიფიქროთ ჩვენ სერიოზულად, ვიფიქროთ შემდგომისათვის. გარდა ამისა, მე მადლობელი ვარ, რომ გაითვალისწინეთ და არის ბიუჯეტში როგორც წინადადება, მაგრამ არ არის ჩასმული მომავლის ბიუჯეტში საზაფხულო თეატრის, ეს არის უნიკალური ძეგლი ქალაქის, კულტურული ძეგლი. ჩვენ ერთხელ წარსულში გამოგვეცალა, მე არ დავიწყებ მის მიზეზებზე, უნიკალური კულტურის ცენტრი, ეს არის გარე ფასადი მოშლილი, ჩამოშლილია თითქმის, წვიმის შედეგად უბრალოდ შეიძლებოდა მისი მოვლა პატრონობა, ყურადღება, უბრალოდ გალაკვა თუ იმ სითხის როიტყვიან სითხის შეზავება გარე ფასადს გულისხმობ. მე ახლა შეგინთ არ ვიცი რა მდგომარეობაა. კი, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ, ამაზე არის გამახვილებული ყურადღება, მაგრამ ეს არ არის ჩასმული ბიუჯეტში. ამიტომ ეს ძალიან ახლა რაც შეიძლება ბიუჯეტთან დაკავშირებით, მე ძალიან ბევრი კითხვები მაქვს, განხილვის დროს მექნება შეკითხვები. მადლობა. ვა, დიახ, ბატონო თამაზ.
მოგესალმებით კოლეგებო. ბატონო არჩილ, მე ასეთი შეკითხვა მქონდა ჩემ კოლეგებთან, მაგრამ ვერ გავარკვიე და ალბათ მერის რომელიმე შესაბამისმა სამსახურმა დაგვეხმაროს, უნდა ქალაქში არის ძალიან ბლომად უსახელო ქუჩები, მაშინ როცა ჩვენ ყავს ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანები, ვისი სახელებით შეიძლება ივანიჭოთ ამა თუ იმ ქუჩას, კერძოდ ჩემ სამაჟორიტარო ზონაში, ასე ვთქვათ, თამარის დასახლებაში 100 და მეტრი გრძივი მეტრის ქუჩები არის 200-300 მეტრიანი ქუჩები, რომლებსაც სახელი არა აქვს და ამაზე თხოვთ შესაბამის სამსახურებს დავავალოთ, რომ ამაზე რეაგირება გაკეთდეს, რომ ძალიან ბევრი ასეთი ქუჩებია და დღესდღეობით უსახელოთაა სულ. მადლობთ. ბატონი დიმიტრი. ანუ მეც მინდა ერთი ასეთ კითხვა დავსვა, ჯერ ამბად ვიტყვი, ყველა ნახავდით ქონდა ერთ-ერთ მოქალაქეს სოციალური ქსელით გამოკვეთა. ერთი წამი. ირაკლი. ანუ გამოქვეყნებული ქონდა ფოტო, ვიდეო უბრალოდ გადაღებული ბათუმის ცენტრალურ პარკში. სადაც ქონდა ჩვენ რამოდენიმე ხნის წინაც ანუ სადენების პრობლემა და საფრთხე შემცველი იყო, რომელზეც რეაგირება იმ დროს მოაჯირების ნაწილში, სადაც მისადგომი ან ნავების გამოსწორდა და იმ ღამესვე იყო რეაგირება და დიდი მადლობა ამისთვის. შეიძლება ეს სადენი ელემენტარული უყურადღებობა იყოს და უყურადღებობის გამო დიდი ფატალური შედეგი მივიღოთ და მაინტერესებს რეალურად ინფორმაცია სხვაგან ვერ გადავამოწმე, ის ძაღლს ფოტოში და ვიდეოში კი ქონდა პირში სადენი ეს ერთი და ძალიან ცუდი თუ ძაღლი მაგის გამო გარდაიცვალა, მაგრამ კარგია რომ ძაღლმა მოგვაწოდა ინფორმაცია იმ გარდაცვალებით და შევამჩნიეთ და მოვაჩინეთ და აღმოფხვრილი არის თუ არა ეს პრობლემა და ზოგადად თუ მაქსიმალური 1-2 უკვე მეორე შემთხვევაა მსგავსი და თუ შესაძლებელია იმდენად ამორტიზირებული რომ აღდგენას არ ექვემდებარება და ასე უცებ უჩნდება რაღაც თანხები გამოვნახოთ, ვიცით რომ ძალიან იტვირთება განსაკუთრებით ამ პანდემიის პერიოდში ხალხისთვის, ანუ ცენტრალური ნაწილისთვის ერთადერთი ბულვართან ერთად დატვირთული ადგილი არის პარკი, სადაც ჩვენი ბავშვებიც სეირნობენ და თუ გამოვნახოთ თანხები თუ შესაძლებელია და შევცვალოთ რა. მადლობთ. მადლობა, ქალბატონი ნატალია. იმას მადლობა რომ ამ საკითხზე გამახვილა ყურადღება, იმიტომ რომ ჩემთვის საერთოდ ბათუმი განსაკუთრებულია და პარკი მით უმეტეს განსაკუთრებულია, მით უმეტეს მთელი ჩვენ ბავშვობა და დღესაც ბებიები, ძიძები, დედები, მშობლები პარკია მათთვის ბავშვების გასაყვანი და ბუნებასთან დაახლოების და შემეცნების საშუალება. მე ვიცი რომ ჩვენ წელს ჩავდეთ პარკის ზუსტად მიწისქვეშა კომუნიკაციების ელექტროსადენების და ასე შემდეგ რეაბილიტაციის პროგრამა და ღონისძიება და ეს მიმაჩნია წინ გადადგმუნაბიჯად, იმიტომ რომ საკმაოდ ამორტიზებული ინფრასტრუქტურა იყო მიწისქვეშა, ნამდვილად ვიცი ამის შესახებ, ოღონდ ამ ძაღლთან დაკავშირებით გავრცელებულმა ვიდეომ მართლა აი ამაზე მიიღოთ და გულსადგენი ეს სანახავად და გამიჩინა კითხვა. ეხლა ჩემი იქ მოღვაწეობის პერიოდში ზუსტად ვიცი ვისევალებოდა კონტროლი თქვათ იგივე ელექტროგაყვანილობაზე პარკში და დღეს ვინ აწარმოებს ამ კონტროლს. იმიტომ რომ ან არასაუწყებო დაცვა თვალყურს თუ რატო არ ადევნებენ და რეაგირება რა სისტემაა შემუშავებული და თუ ყავს მიმაგრებული ელექტრიკოსები, ესე ვთქვათ, რომელიც სამსახურის და მოკლედ ვისი მეთვალყურების ქვეშა ეს კომუნიკაციები მიწისქვეშა, არა მარტო მიწისქვეშა, მიწის ზედაც და საერთოდ პარკის მეურნეობაზე ვინ ახორციელებს თვალყურის დევნას, იმიტომ რომ ხაზგასმით მინდა ვთქვა, როდესაც პარკი გადავიდა კონკრეტული შპს-ის ბალანსზე და მოვლა პატრონობაში ნამდვილად შედეგიანი იყო, როდესაც 9 ძიძის ხელშია, რა ვიცი, შედეგი სახეზეა და ან სისტემა გავმართოთ, ან ბოლო-ბოლო ერთი IP შევქმნით, როგორც იყო და მადლობთ. მადლობა. კოლეგებო, გადავიდეთ დღის დიახ, ბატონ თამას. მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით ბატონ მერს. მე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება ერთ პატარა ქუჩის მონაკვეთზე, კერძოდ ვაჟა-ფშაველას ქუჩის მონაკვეთზე, რომელიც დაახლოებით 10 დღის წინ გაიგო ბეტონის საფარი. უკვე იქ
დგება 40 ტონიანი ტრაილერები დასაცლელად. მე ვფიქრობ, რომ მათი დღე საკმარისი არ არის, რომ ბეტონი ჯერ კიდევ იმ დონის სიმყარე არ აქვს მიღებული, რომ 40 ტონიან ტრაილერებს გაუძლოს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ საკითხისადმი მონიტორინგი ხო არ გაგვიხორციელებიან, იმიტომ რომ ამ ტრაილერმა თუ ეს ბეტონის საფარი დააზიანათ, ძალიან გაჭირდება და შრომატევადისა და ხარჯებთან გვექნება საქმე მისე აღსადგენად. მადლობთ. მადლობა. კიდევ ვინ ბატონ დავით? მოგესალმებით ყველას. წარმატებულ დღეს გისურვებთ. მე ბატონი არჩილის პათოს გავიზიარებ და ბატონ ჩაგურთიფანძეს უროცავ არჩევას. ეს თელი ნამდვილად ქვეყნის წარმატებაა. რაც შეეხება თემას, ძალიან მალე დადგება ახალი წელი. მოსახლეობა, ესე ვთქვათ, მიასწრება ბაზრობების და ბაზრების ტერიტორიას. მე ხედელობაში მაქვს ჩვენი ბულის ბაზარი, მიმდებარე ტერიტორიები და ქუჩები და ბაზრობები. ხშირ შემთხვევაში ახალ წლებზე ხდება ისე, რომ ქუჩებში დგება ტრაილერები, მსუბუქი მანქანებიდან მიდის ვაჭრობა სამარშრუტო ტაქსებიდან და საკმაოდ დიდი საცობები იქმნება მაგ პერიოდში, მობილობა რა თქმა უნდა გაიზრდება და მეტნაკლებად რაღაცა სტაბილურდება სიტუაცია, როგორც ხედავთ ციფრებით. COVID პანდემიასთან დაკავშირებით და ჩვენს მერის სამსახურებს მინდა ვთხოვო, ვისაც ევალება, რომ ორმაგი სამაგი ძალებით რაღაც ეს ყველაფერი ყურადღება მიაქციონ და აღკვეთონ, არ გაიზარდოს გამომდინარე აქედან მობილობა. მადლობა დიდი. მადლობა. კოლეგებო, თუ აღარასრული გადავიდეთ დღის ეს რიგის გარშემო საკითხების განხილვაზე. პირველი საკითხი ბატონო ედლარ მოგწადით. მოგესალმებით, ბატონებო, ქალბატონებო. წარმოგიდგენთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მნიშვნელოვან დოკუმენტს. ეს არის ქალაქ ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი. პროექტი როგორც მოგეხსენებათ, ისევე როგორც წლებია და მომავალ წელსაც უნდა განსაზღვროს ძირითადი ფინანსური პარამეტრები, რაც ქალაქის გამოწვევების დასაძლევად, ასევე იმ სოციალური, ეკონომიკური თუ ქალაქის რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად და მთელი რიგი ის ვალდებულებები, რაც კანონმდებლობით განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების, ასე ვთქვათ, განსახორციელებლად. ისევე როგორც მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც, რეგიონშიც, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვისაც მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო არსებული პანდემიური სიტუაცია და ის ფაქტორები და ის ეკონომიკური კრიზისი, რამაც მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ზეგავლენა მოახდინა ბათუმის მუნიციპალიტეტზე. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ, ამ ასე ვთქვათ, კრიზისებიდან გამომდინარე, მიღებული შემოსავლების დანაკლისიდან გამომდინარე, შეიქმნა აღნიშნული ფინანსური დოკუმენტი და ამ ფაქტორებისა და ზეგავლენების გათვალისწინებით შემუშავებული იქნა ისეთი ძირითადი შემოსულობების წყაროები, რომელმაც, ასე ვთქვათ, არ უნდა შეაფერხოს ის მუნიციპალური სერვისებისა და კაპიტალური პროექტების დაფინანსება, რომელიც სამომავლოდ არის დაგეგმილი. ამ გარემოებების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, კოორდინირებული მუშაობა იქნა გაწეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, ასევე საქართველოს მთავრობასთანაც, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენი ბიუჯეტის შედგენაში და მისი ფინანსური რესურსების მობილიზების კუთხით. უბრალოდ დასაწყისისვე განმარტავ, ძირითადი ნაწილი ეს არის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან მივიღეთ 45.900.000 ფინანსური რესურსი დახმარება, რომელიც ბათუმის ბიუჯეტზე მიმართება, ხოლო ცენტრალური ხელისუფლებიდან ეს იყო 2021 წლისთვის არსებული სასესხო ვალდებულებების გადაფარვა, რაც საკმაოდ დიდი მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი იყო და ჯამიახლოებით შეადგენდა 46 მილიონ ლარამდე. სწორედ ამ ძირითადი პარამეტრების, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობის და შესაბამისად ვალდებულებების გადატანის კუთხით და მათ განხარდაჭერისა და დაფინანსების მოპოვების კუთხით მოგცა შესაძლებლობა, რომ 2021 წლისთვის ძირითადი კაპიტალური პროექტები, ჯანდაცვის მიმართულებით, სოციალური მიმართულებით არც ერთი პროგრამა არ შეგვემცირებინა, პირიქით რიგ საკითხებში, რიგ კომპონენტებში გაზრდილი არის კიდეც. რაც შეეხება უშუალოდ ბიუჯეტის პროექტს, წარმოდგენილი ფინანსური რესურსის მიხედვით, ჯამში შემოსავლებმა შეადგინა 151 მილიონი, კონკრეტულად ქონების გადასახადის და დამატებითი ღირებულების გადასახადით მიღებული
ასე ვთქვათ, ფინანსური რესურსი შეადგენს 71,895,900 ლარს, საიდანაც ქონების გადასახადი არის 29 მილიონი, ხოლო დამატებითი ღირებულების გადასახადი 42,895,900 ლარი. ფინანსური დახმარებები, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს არის ავტონომიური რესპუბლიკიდან მიღებული ფინანსური რესურსი 45,900,000 ლარი, ორ კომპონენტით ფინანსდება ეს 45 მილიონი სრულად მიიმართება ქალაქის მასშტაბით კაპიტალური პროექტების, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, ხოლო 900,000 ლარი სოციალური მიმართულებით, კერძოდ ეს იქნება ჯანდაცვის პროგრამებში არის ასახული მოქალაქეებისათვის განსაზღვრული კრიტერიუმების მქონე პირებისთვის 200 ლარიანი მედიკამენტების შეძენის მიზნით ვაუჩერის ტიპით გადაცემა, რომელიც მათ ამ ვაუჩერის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ, რომ მიიღოთ მათთვის საჭირო მედიკამენტები, რა თქმა უნდა, მერიასთან მომართვის შემდგომ. შემდგომ მოდის 2000, ასე ვთქვათ, სხვა შემოსავლები 2021 წლისთვის მოგეხსენებათ, როგორც ზემოთ ახსენე, პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შემცირდა აღნიშნული კუთხით შემოსავლები, კერძოდ აქ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იმოქმედა მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულმა იჯარებზე, მიღებულმა შემოსავლებმა, სათამაშო ბიზნესზე და ასევე ვთქვათ დასუფთავების მოსაკრებელზე, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა. აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით ჯამში საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 20,354,100 ლარი, საიდანაც პროცენტის სახით დაგეგმილია 310,000 ლარი, იჯარებიდან მისაღები ასე ვთქვათ, შემოსავლების ოდენობა დაგეგმილია 1,279,100 ლარი, სანებართო მოსაკრებელი 500,000 ლარი, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი დაგეგმილია 10,500,000 ლარი. ოღონდ უნდა განსაზღვრო, რომ დამატებისთვის გარემოების ფაქტორი ეს მოსაკრებელის ოდენობა დაგეგმილია, რომ იქნება 2022 წლის პირველი კვარტლის მოსაკრებელი არსებული კანონმდებლობის მიხედვით წინასწარ უნდა გადაიხადონ და აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, ანუ იმედს ვიტოვებთ, რომ გამოსწორდება არსებული სიტუაცია მანამდე და მით უმეტეს რომ 2022 წლისთვის და 2021 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა შემოვიდეს წესით აღნიშნული მოსაკრებელი. შემდგომ მოდის დასუფთავების მოსაკრებელი 3,50,000 ლარი, ჯარიმები და სანქციები 4,150,000 ლარი, შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული, სადაც ძირითადში კლასიფიცირდება სხვადასხვა რიგის სანებართო მოსაკრებლები შეადგენს 575,000 ლარი. და ასევე არის არაფინანსური აქტივების კვლევა, მარტივად რო ვთქვათ, პრივატიზებიდან მისაღებები ასე ვთქვათ, შემოსავალი, რომელიც განისაზღვრა 12,850,000 ლარის ოდენობით. ეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წელს არსებული ფინანსური რესურსით, ანუ ამ კუთხით დაგეგმილი არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ვერ მოხდა მისი რეალიზება და შესაბამისად ეს აქტივის გატანა მოხდება მომავალი წლისათვის. აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით ამ შემოსულობები თლიანად მიმართა მომავალი წლის ბიუჯეტის გადასახდელებზე, ძირითად ნაწილს მოგახსენებთ, ვინაიდან მოგეხსენებათ ფინანსური დოკუმენტი საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია, დაახლოებით 479 გვერდამდეა, შესაბამისად ამ ძირითადი პარამეტრებს მოგახსენებთ, მანამდე კომისიებზე გავლილია და ისევე როგორც მე და აქ შესაბამისი სამსახურები და რა თქმა უნდა ქალაქ-ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი არჩილის აქცენტდება და თუ რაიმე კონკრეტული კითხვები იქნება, რა თქმა უნდა მოგახსენებთ. ამიტომ ძირითად პარამეტრებს გეტყვით მხოლოდ და მხოლოდ. 151 მილიონი ლარიდან ეკონომიკურ ჭრილში შრომის ანაზღაურებაზე მიიმართება 25,115,500 ლარი, რომელშიც მუნიციპალიტეტში დასაქმებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაა, ასევე საქონელი და მომსახურება 39,755,400 ლარი, პროცენტზე მხოლოდ და მხოლოდ 1% დაგვრჩება 21 წლისთვის გადასახადი, ეს არის ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ იბიართან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ავტობუსების შეძენა მოხდა, იმ სესხის მომსახურებაზეა მხოლოდ და მხოლოდ საუბარი. გრანტების კუთხით 15,000 ლარი, სუბსიდიების კუთხით 11,993,300 ლარი, სოციალური უზრუნველყოფის მიზნით 9,799,700 ლარი, სხვა ხარჯების კუთხით 6,700,000 ლარი. კაპიტალური პროექტები, რომელიც მნიშვნელოვანი ფაქტორია და ესე ვთქვათ, ერთ-ერთი ინდიკატორია ასე ვთქვათ, ბიუჯეტის კარგი ეფექტის მქონე ბიუჯეტის განსაზღვრებისთვის, შეადგენს 55,990,000 მილიონამდე, რომელიც მუნიციპალური ბიუჯეტისთვის წილი 36 მილიონი, ანუ 36% შეადგენს. აქ არ შედის ამხანაგობების პროგრამების დაფინანსება, მინდა ცალკე უნდა განსაზღვრო.
ასევე სესხის ძირითადი ვალდებულებების დაფარვაზე 3.56.500 ლარი. ეს იყო ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით ამ მიმართულებებით არც ერთი ფაქტორი ზრდა ძირითადი კონტექსტი ისევე როგორც მოქალაქეების კუთხიდან და საზოგადოების კუთხიდან ხშირად ისმის სახელმწიფო ფონდის ზრდა განსაზღვრული მხოლოდ ორი მიმართულებით ზრდა კი არა უბრალოდ გაზრდილი პარამეტრები არის ორი მიმართულებით ერთი ბაღებთან მიმართებით მოგეხსენებათ რომ წელს ექსპლუატაცია უნდა დასრულდეს და მომავალ წელს ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს საბავშვო ბაღი და შესაბამისად მასზე მიმართული ფინანსური რესურსი ასე ვთქვათ გაიზრდება და გარდა ამისა სერვისების სააგენტოს რომლის სახელმწიფო ფონდი დაანგარიშებული იქნა მიმდინარე წლის არსებული სახელმწიფო ფონდით ზრდა განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მიმდინარე წელს ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით შექმნილი განყოფილება წელს ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო სამთვიანი სახელმწიფო ფონდით ხოლო მომავალი წლისთვის განსაზღვრული იქნება მთელი წლის განმავლობაში შესაბამისად ამან განაპირობა ზრდა ასევე უბრალოდ პროგრამულ ჭრილში მოგახსენებთ და თქვენის ნებართვით შემდგომ შეკითხვებზე გადავალთ ალბათ ამ როგორც გნებავთ შემიძლია გავაგრძელო რა თქმა უნდა ცალ-ცალკე თითოეული მათგანი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება 11.633.000 ლარი მაგრამ ხაზი მინდა გაუსვა რომ აქვე შედის სესხების მომსახურება 3.315.000 ლარი სარეზერვო ფონდის დაფინანსება 1.250.000 ლარი წინა პერიოდის დავალიანებებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი 100.000 ლარი შემდგომ მოდის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება ეს არის ქალაქის მასშტაბით მნიშვნელოვანი კაპიტალური პროექტების დაფინანსება და ასევე ამ პროექტების განხორციელებაზე ხელშემწყობი ღონისძიებები და მათ შორის მიმდინარე მოვლაპატრონობა 68.226.700 ლარი ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება 20.422.100 ლარი, განათლება 15.377.000 ლარი, კულტურა, ახალგაზრდობა, ხელშეწყობა, სპორტი 12.106.400 ლარი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა 15.909.000 ლარი, ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება 1.260.000 ლარი და მუნიციპალური სერვისების განვითარება 6.054.700 ლარი. მოკლე განმარტებას გავაკეთებ თითოეულ მათგანზე. დავიწყოთ რომ კარგი სიახლე ის არის რომ საბიუჯეტო პარამეტრებისთვის როგორც დასაწყისში მოგახსენეთ ძირითადი კაპიტალური პროექტები გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები სარეკრეაციო სივრცეების განვითარება და აქ განსაკუთრებით კარგი ის არის რომ ერთი ახალი სივრცე იქნება სრულად ახალი სივრცე ჩაქვის მიმართულებით და ასევე ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების კუთხით ამ მიმართულებით მიმდინარე წელთან მიმართებაში ყველა აღნიშნული მიმართულებით რესურსები გაზრდილია. გულისხმობ 2020 წელთან მიმართულებაში და მოგეხსენებათ 2020 წელსაც მნიშვნელოვნად დავტოვეთ ბიუჯეტში ყველა კაპიტალური პროექტი არ გაგვიჩერებია რაც წლის დასაწყისში დავტოვეთ და შესაბამისად საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ამ კუთხით. რაც შეეხება განათლების კუთხით, აქ საბავშვო ბაღების მიმართულება არის მოთხოვნა იყო საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით და მიმდინარე ბიუჯეტში აღდევს, მაგრამ ამას თავისი მიზეზი აქვს და ეს მიზეზები განპირობებულია იმ ფაქტორებით, რომ მიმდინარეობს ადგილის მოკვლევა და შესაბამისი სამართლებრივი კუთხით გავლა, დეტალიზაცია, ანუ ადგილის გამოვლენა და შესაბამისად მის შემდგომ საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა და შემდგომ გადაწყდება ბიუჯეტში ჩასმა შემდგომ მოდის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა აქაც რიგი სიახლებია და რა თქმა უნდა კომისიებზე იქნა გავლილი და დეტალური ინფორმაციის მოწვევა და უბრალოდ ერთს დავამატებდი კულტურა და ახალგაზრდობის მიმართულებით მოგეხსენებათ შემცირდა ეს პროგრამები ჯერ კიდევ 2020 წლის ბიუჯეტში მაგრამ ეს განპირობებული იყო არა მუნიციპალიტეტის პოლიტიკიდან გამომდინარე არამედ ქვეყანაში არსებული ასე ვთქვათ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებით და მისი ასე ვთქვათ დაძლევის მიზნით და თუ შესაბამისად და იმეც ვიტოვნებთ რომ ეს სიტუაცია გამოსწორდება და ამ კუთხითაც ორ ფაქტორს მივიღებთ რომ ერთია შემოსავლების კუთხე ასე ვთქვათ გაგვეცდება და მოგვეცემა შესაძლებლობა დამატებითი პროექტების გათვალისწინება და რა თქმა უნდა ეს პროგრამებიც არ დარჩება უყურადღებოდ. ძირითადი ნაწილი ეს იყო ჯანდაცვა სოციალურები და ეკონომიკური განვითარება და სერვისებიც მოგახსენეთ რომ დეტალიზაცია კარგი სიახლე ის არის რომ ჯანდაცვის მიმართულებით არ შეცირებულა და პირიქით გაიზარდა ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი უბრალოდ დავამატებდი რომ ბავშვთა მიმართულებებით ანუ გაიზარდა და დაემატა პროგრამები გულისხმობ ერთ წლამდე გულისხმობდა ბავშვების დაფინანსებას და შემდგომ 2 წლის პერიოდით განისაზღვრა და თითოეული მათგანის დაფინანსებაც გაიზარდა ასევე
ნუ მოკლედ ეს იყო, თუ რა თქმა უნდა, დეტალიზაცია საჭიროებს და შემიძლია გავაგრძელო, ან შეგვიძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდეთ, რა თქმა უნდა, თქვენის ნებართვით. გასაგებია. დიახ, დავიწყოთ, ბატონო არჩილ. ბატონო ედნარ, მე მინდა რამოდენიმე საკითხის ბიუჯეტი თავიდან მომდევნო ჩავიკითხე, რა თქმა უნდა. ჩვენ გვქონდა მსჯელობა წინასწარი ბიუჯეტთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი საკითხები მაშინ ჩვენ დავსვით, მაგრამ იქედან ბევრი საკითხი არ არის გათვალისწინებული. უბრალოდ მაინტერესებს დაზუსტებაც მინდა, შეიძლება გამომჩა დაზუსტებაც მინდა. აი მაგალითად ვიწყებ შემოერთებული ტერიტორიებიდან, ქალაქთან შემოერთებული ტერიტორიები. გონიო აფსაროსის შესახვევი. მე არაერთხელ დავაყენე ამ სხდომაზე საკითხი, იქ ავარიულ ხიდთან დაკავშირებით. ეს გადასასვლელი ხიდთან დაკავშირებით. ბოლოს გადავამოწმე მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილი არის დაწყებული რეაბილიტაცია და ძალიან კარგია, მადლობა ამისათვის, დაწყებულია უკვე, მაგრამ ხიდი, აი რომელთაც უნდა დავიწყოთ, აი ხიდთან დაკავშირებით არ არის არანაირი სამუშაოების შესრულება. ეს არის ავარიული ხიდი. ეს არის სახიფათო ხიდი. მას მოაჯირიც კი არ ახლავს, ნუ გადაადგილების დროს ან ადამიანი ან მანქანა მოექცია სახიფათო ზოლში. გარდა ამისა, მე იქ წავიკითხე ბაგრატიონის ქუჩაზე, მე საკითხი მქონდა დაყენებული, ქვაფენილები კი არა, ეს კინობიტონის საფარი, რომელიც უკვე მოძველდა და გამოსულია მწყობრიდან, მისი რეაბილიტაცია წავიკითხე, მაგრამ აი ვერ ვნახე ვერსად შემდგომი ბონი ბარცხალის, რომელიც ბატონი თამაზი დამემოწმება, უარეს მდგომარეობაში, ფაქტობრივად გადაადგილება შეუძლია. მე ვერ ვნახე ამ ბიუჯეტის ნაწილში. მე ვერ წავიკითხე, იყო ერთი ნაწილი, ის თუ წავიკითხე, მეორე საწავიდა მაშინ. გარდა ამისა, ბარცხანის ხიდთან დაკავშირებით მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ტყე პარკად არის გადაქცეული. ამასთან დაკავშირებით არსად არ თქმულა და რა ბოლოს საბოლოოდ რა ამ ტერიტორიაზე გასუფთავდება, იგეგმება რაიმე მშენებლობა თუ რასთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, კახაბრის დასახლებაში არ არის არც ერთ ქუჩაზე ბავშვთა ატრაქციონები მოწყობილი. ეს მოსახლეობის წერილიც არის ჩემთან შემოსული. ნუ ახლა საბავშვო ბაღთან დაკავშირებით კარგია, რომ რეაბილიტაციაში შედის ერთ-ერთი ბაღი შემდგომში, მაგრამ ჩვენ არაერთხელ თქვით და როდესაც ჩაივლის პანდემიური პერიოდი, აღდგება ყველაფერი, სამუშაოები გაგრძელდება, ჩვენ ბატონო არჩილ ადგილიც აღარ გვექნება ქალაქის ტერიტორიაზე, რომ ახალი ბაღი აშენდეს და არ არის ახალი ბაღის მშენებლობა შეტანილი მომავლის ბიუჯეტში. ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანასთან დაკავშირებით მაინტერესებდა საკითხი. ადლის მიმდებარე დასახლებაში წყალკანალის საკითხები იგივე პრობლემურ მდგომარეობაშია და მე არაერთხელ თქვი, მოვიწვევთ პრეზიდენტს ამ ფედერაციის თუ საჭირო დარჩება. ჩვენ ყოველთვის სხვადასხვა სპორტთან მიმართებაში ჩვენ ხელშეწყობას ვაწარმოებთ, მაგრამ ხელბურთთან დაკავშირებით ხელბურთი არის მიტოვებული. ძალიან გთხოვთ, რომ გაითვალისწინოთ ეს საკითხი. როგორ? მადლობა. ბატონო კი ბატონო, გაგცემ ძირითად ნაწილზე ის, რაც ფინანსურ ნაწილს ეხება, ხოლო კონკრეტული ობიექტების მიხედვით, რა თქმა უნდა, კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი არის აქ და გეტყვის, იმიტომ ობიექტების მიხედვით ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ბაგრატიონის მიმართულებით დავიწყებ ის, რაც გათვალისწინებულია. ბაგრატიონის ქუჩა მთლიანად რეაბილიტაცია იწყება 2021 წელს და დასრულდება, ანუ აღნიშნული მიმართულებით ფინანსური რესურსი დევს. ასევე გოგოლის ქუჩა, ეგრეთ წოდებული ბარცხანის გადასასვლელი ესეც დევს. ხიდის რეაბილიტაციაც ბიუჯეტით გათვალისწინებულია, უბრალოდ საპროექტო და რამდენადაც ვიცი სამხაროულთან მიდის მისი ექსპერტიზა და ეს პროცედურებია და ალბათ ბატონი სულხანი გაგცემთ პასუხს. შემოერთებულ ტერიტორიებზე ასე ვთქვათ, მე გავცემ თუ შეიძლება პასუხს. დიახ. ესე იგი, უფრო დეტალურად რო გითხრათ რა, ბარცხანის ხიდის მიმდებარე ტერიტორია ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის საინვესტიციო ტერიტორია, რომელზედაც არის კონკრეტული დაინტერესებები, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასაც რამოდენიმე სუბიექტმა მიმართა მსგავსი ამ ტერიტორიის მოკლედ განაშენიანების საკითხთან დაკავშირებით და საინვესტიციო კუთხით უახლოეს პერიოდში მიღებული იქნება გადაწყვეტილებები. მათ
მათ შორის სახელმწიფო უწყებებსაც აქვს პირდაპირ ესე რომ ვთქვათ ინტერესი მათ ადმინისტრაციული შენობის ნაწილში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ არის როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო დაინტერესება და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება უახლოეს პერიოდში მიღებული. ბარცხანისხის რაც შეეხება მიმდინარე პროცედურები ყველაფერი დასრულებულია, მათ შორის ექსპერტიზის ნაწილის დასრულებული არის. სამწუხაროდ ვერ შედგა ტენდერი და ჩვენ ანალიზის შედეგად ესე რომ ვთქვათ ვიმსჯელეთ და ვთვლით რომ ვინაიდან ზამთრის პერიოდი იყო, ძირითადად ადგილზე ჩვენ არ გვყავს ისეთი კომპანია, რომელიც მსგავსი ტიპის მასშტაბური ინფრასტრუქტურულ პროექტს ანახორციელებს, ძირითადად დედაქალაქში არსებული კომპანიებმა უნდა მიიღონ ამ ტენდერში მონაწილეობა, გაუჭირდებოდათ ზამთრის პერიოდში მობილიზება როგორც ტექნიკური საშუალებების, ასევე ადამიანური რესურსის და შესაბამისად ჩავარდა უკვე მეორეჯერ ეს ტენდერი, მაგრამ იმეც ვიტოვებთ, რომ ჩვენ კონსულტაციების გვექნება ბუნებრივი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ყველა იმ შესაბამის კომპანიას, რომელსაც ამის შესაბამის გამოცდილება აქვს, მივაწვდენთ ხმას და ის ტექნიკური ნაწილი და მათ შორის სამართლებრივი ნაწილი, მათ შორის ექსპერტიზის ნაწილიც ამასთან დაკავშირებით დასრულებულია და იმეც ვიტოვებთ, რომ უახლოეს პერიოდში გამოვაცხადოთ ამ ტენდერს და შედგება და მომავალ წელს დასრულდება რეაბილიტაცია ხიდის. შემდეგი საკითხი რაც იყო ამ დაკავშირებით უკაცრავად მე ვიცი, ეს ამიტომ მე საკითხი არ დამისვა. გავიგე, მიმდებარე ტერიტორიაზეც კი პასუხეთ. ახალი ბაღის მშენებლობას რაც შეეხება, იცით რომ ერთი მშენებარე ბაღი სრულდება მისი მიმდებარე ინფრასტრუქტურით, სამწუხაროდ საბიუჯეტო რესურსიდან გამომდინარე ესე რომ ვთქვათ, ახალი ბაღის მშენებლობის ნაწილში ჩვენ ვერ მივიღეთ წელს გადაწყვეტილება, მაგრამ იმეც ვიტოვებთ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის ესე რომ ვთქვათ, ცვლილების დროს თუ ამის შესაძლებლობა იქნება, ფინანსური კუთხით და შემოსავლების ნაწილი თუ იქნება საკმაოდ ოპტიმისტური, ბუნებრივია, გვაქვს რამოდენიმე მიმართულება, სადაც ესე ვთქვათ, ფიქრობთ, რომ საჭირო არის ბაღის მშენებლობის ნაწილი, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც სიმცირე არის საბავშვო ბაღების, მაგრამ არსებული 33 ბაღი ესე რომ ვთქვათ, იმ ნაკადებს მნიშვნელოვანწილად ღებულობს და ესე რომ ვთქვათ, არ არის კრიტიკული სიტუაცია ამ ეტაპისათვის, თუმცა სასურველი არის, ბუნებრივია, რომ სკოლანდელი ასაკის ბავშვებისათვის გახსენდეს ახალი თანამედროვე ბაღები და ამავდროულად გაგრძელდეს რეაბილიტაცია ძველი ბაღებისა. ყარინარჩენების მართვის კუთხით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვრცელი ესე რომ ვთქვათ, ინფორმაცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით დადებული და იცით თქვენ, რომ ქობულეთში დასასრულს უახლოვდება პრაქტიკულად რამოდენიმე თვეში ექსპლუატაციაში შევა ეს ნაგებობა, შესაბამისი რესურსები და თანხები, როგორც ჩვენ სამდასუფთავების სამსახურს ამავდროულად ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გააჩნია და ოპერირებაში შესვლის ნაწილშიც ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას გადამტვირთი პუნქტის ესე რომ ვთქვათ, ადგილის განსაზღვრისა და შესაბამისი ტექნიკის შეძენის ნაწილში შესაძლებელია, რომ ეს ტექნიკის შეძენის ნაწილი საკუთარ თავზე აიღოს დონორმა ორგანიზაციებმა და ჩვენ საბიუჯეტო რესურსის ხარჯვა არ მოგვიწევს ამ მიმართულებით. ყოველი შემთხვევისთვის დასმის ეტაპზე არის როგორც მშენებლობის ნაწილი, ასევე ამ საკითხის გადაწყვეტის ნაწილიც და ხელბურთთან დაკავშირებით ბატონმა ირაკლიმაც ესე რომ ვთქვათ, კომენტარის სახით გააკეთა, ჩემპიონები არიან ჩვენი ხელბურთელები და გამომდინარე პანდემიური სიტუაციებიდან ხშირ შემთხვევაში მათ დედაქალაქში უწევთ საწვრთნელი ესე რომ ვთქვათ, სესიების გამართვა და რიგი თამაშების გამართვა, მაგრამ როგორც კი გამოსწორდება COVID-19 გამოწვეული ესე რომ ვთქვათ, შესაბამისი სიტუაცია, შესაბამისად ჩვენ ბუნებრივია აქაც ადგილზე მაყურებელთან ერთად და გულშემატკივართან ერთად მოგვიწევს, რომ ვიზეიმოთ ძალიან ბევრი გამარჯვება, იმიტომ რომ ძალიან წარმატებულები არიან, როგორც თქვი და აღნიშნე. მადლობა. ტონი არჩილი და შემდეგ ალბათონ ნატალია. გოჩა. ძალიან ბატონო არჩილი. არჩილი კი არა, ბატონი რაული, ბატონო. რაულ, ბოდის გიხდით რა. არა უშავს. ბოდის ურთიერთობაში, ბატონო. კი, არ არის პრობლემა. ჩვენ ფრაქციის სახელით გქონდა ერთ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი შენიშვნები. ამ საკითხთან დაკავშირებით ბატონ არჩილთან ვერთან გქონდა საუბარიც, ჩვენი ერთ-ერთი ინიციატივა იყო ქალაქში ეს მძლეოსნობის მანეჟის, ასე ვთქვათ, მშენებლობის საკითხი. ახლა გასაგებია სავსებით ეს საკითხი, რომ პანდემიიდან გამომდინარე წელს ვერ მოხერხდება
ამ საკითხის ასე ვთქვათ დაწყება და მოგვარება, თუმცა მე მინდა ბატონო არჩილ გითხრათ, რომ ქალაქში ცოტა ხანში ადგილიც არ დაგვრჩება მეთქი და აი რაღაც პროცედურული კუთხით დავიწყოთ წელს ასე ვთქვათ მოუნიშნოთ თემა, რომ აი აქ რაღაც ადგილში მოვძებნოთ, რაღაც პროექტთან დაკავშირებით დავიწყოთ მუშაობა, რომ მომავალი წლისთვის პროექტიც გავაკეთოთ და უკვე ალბათ ქვეყანა გამოსული იქნება გარკვეულწილად პანდემიიდან გამომდინარე მდგომარეობიდან და ვფიქრობ, რომ მომავალში დავიწყებთ ამ საკითხის მოგვარება, იმიტომ რომ ძლეოსნობის მანეჟი ეს არის ყველა სპორტს სჭირდება და ყველა სპორტს ეხმარება ეს 40-მდე სახეობას ასე ვთქვათ აერთიანებს. ეს ერთი საკითხი საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით ქონდა ასევე და უკვე დაისვა საკითხი და ასე ვთქვათ მივიღეთ და პასუხი და ვიცით მომავლისთვის ალბათ გაგრძელდება და რაც მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი ქალაქისთვის საბავშვო ბაღების მშენებლობა. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხია ეკოლოგიურად რომ სუფთა ქალაქი გქონდეს და ჰაერი დაბინძურებულია და ამის ნიშნული ცოტა დაბლა დავწიოთ და ამისთვის გარკვეულწილად ნაბიჯები გადაიდგა. მაგალითისათვის ავტობუსების საკითხი ქალაქში ელექტროავტობუსები შემოვიდა. ძალიან კარგი საკითხია, მნიშვნელოვანია და ეს ძალიან დადებითი თემა არის და ვფიქრობ, რომ როგორც დედაქალაქში პრაქტიკულად მთლიანად ავტოპარკი შეიცვალა, ჩვენც არა მნიშვნელოვანი ქალაქი ვართ ახლა ტურისტული კუთხითაც და ამ სახელმწიფოში ასე ვთქვათ მეორე ქალაქად ვთვლებით და ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ახლა წელს მე არ ვამბობ პანდემიამ ჩვენ ამ შემთხვევაში აქაც დაგვარტყა და მე ასეთი კითხვა მაქვს ამ კუთხით ბატონო არჩილ, რომ მომავალში რას ვეგმავთ ამ ავტოპარკის ავტობუსების აი ამ საკითხის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების და მთლიანობაში ავტოპარკის გაახლებაზე და ვფიქრობ, რომ სამომავლოდ მთლიანობაში უნდა შევცვალოთ ჩვენ ეს საკითხი შეიძლება ცოტა რაღაც მომენტში მთავრობამ საქართველოს მთავრობის წინაშე დადგეს საკითხი, რომ ჩვენ მუნიციპალიტეტს ამ კუთხით მნიშვნელოვანი ეს თანხა რაც საჭირო იქნება ან თქვა დონორების კუთხით, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს და ქალაქში გქონდეს ეკოლოგიურად სუფთა ავტოტრანსპორტი, რაც პრაქტიკულად ევროსტანდარტების დონეზე იქნება მთლიანობაში მოგვარებული. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეხლა დღეს ჩემმა კოლეგებმა დასვეს საკითხი. უკაცრავად და ოხმაში ვერ საუბრობთ. ასე ვთქვათ, ჩემმა კოლეგებმა დასვეს საკითხი დღეს, ასე ვთქვათ, უпростоრად პარკში, სადაც ელექტროდენის დამწყმისგან ძაღლი რო გარდაიცვალა იმ საკითხთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ პარკში ეს არის მთლიანობაში დიდი ხნის გაკეთებული, უძველებული განათების სისტემა. მთლიანად განათების სისტემა, ცოტა უფრო მკვეთრი განათებით, ნორმალური განათებით, იქ პრაქტიკულად განათებაც აღარ არის, იქ რაც არის უძველებული ამ მთლიანობაში და ვფიქრობ, რომ ახალად ხელმეორედ უნდა გაკეთდეს განათების სისტემა ამ პარკში და ანალოგიურად ასევე ქალაქის ბენზედან სანაპირო ზოლში იქაც დიდი ხნის ასე ვთქვათ გაკეთებულია და უკვე ნახევარი ლამპიონები ჩართულია, ნახევარი გადამწვარია და აი ეს თევზის ბაზართან მოსვლამდე აი თავიდან ბოლომდე, ну ალბათ იქეთ ზევითაც არის დასაგეგმი სხვა მიმართულებითაც ცოტა იქეთ მახინჯაურის მიმართულებითაც და ეს საკითხი განათების სისტემა მოსაგვარებელია მთლიანობაში. ასევე მე გუშინ დავსვი საკითხი ჩვენ ბიუროზე ვსაუბრობდით ამასთან დაკავშირებით, ბიუროზე განვიხილეთ და დავსვით საკითხი ბულვართან დაკავშირებით. ბულვარი არის ჩვენი სავიზიტო ბარათი. ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია იქ, აი ეს განსაკუთრებით ბილიკი პრაქტიკულად იქ სხვადასხვა სამუშაოები ხორციელდება პერიოდულად და გასაგებია რომ უნდა გაკეთდეს და თანდათანობით ბევრი რაღაცა კეთდება ამ მიმართულებით, მაგრამ იქ ტრაქტორებმა და სხვადასხვა ასე ვთქვათ მძიმე ტექნიკამ დააზიანა და რაღაც შეკვეთებები მიმდინარეობს ლოკალურად. თუმცა მე მინდა გთხოვოთ რომ შეამოწმოთ იქ გაკეთებული რაც გაკეთდა არ არის ხარისხიანად გაკეთებული. ამიტომ იმ ფირმას ვინც ამ საკითხს, ვინც ამ ტენდერს აკეთებს, აი თუნდაც ის ზომებში, რა ზომებშიც არის იქ გარკვეულწილად ის გაკეთებული, იმ ზომებში არ ჯდება ის
ფერშიც და გარკვეულწილად ის როგორც პლატფორმა როგორიც არის იქ გაკეთებული. და ცოტა ხარისხიანი ბეტონი, იმიტომ რომ სხვა წინასწლებში გაკეთებულებიც ის ბეტონი ამოცვიდა და სულ პირველად დაგებულები ჯერ კიდე იმას ჯობნის. ამიტომ რასაც ვაკეთებთ, ფულს მაინც ვხარჯავთ და ვთხოვოთ, რომ ეს მაინც მოგვარდეს და კარგად გაკეთდეს, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მეტი ტურისტი მანდ მოძრაობს და მანდ მიმდინარეობს გადაადგილება. ხო, და ესეთი საკითხი ასევე ქალაქის, ასე ვთქვათ, სხვადასხვა უბნებში ნომერიზაცია ქალაქის, ქუჩების დასახელება, ნომერიზაცია, ეს ვიცი რომ მიმდინარეობს ეს პროცესი, თუმცა ვფიქრობ რომ ცოტა უნდა დაჩქარდეს, რომ ყველგან ჩამოსული ტურისტისთვის თუ ადგილობრივისთვის მისასვლელად ადვილი იყოს, იმიტომ რომ ადამიანმა ადვილად მიაგნოს სხვადასხვა ლოკაციები და სხვადასხვა ადგილები. ძირითადად ეს იყო ჩემი, ასე ვთქვათ, შეკითხვები. დიდი მადლობა. რაც შეეხება მთლიანობაში, არჩენს ბოლოში კიდევ მე მექნება ჩემი. ბაზოთ, ქალბატონო. მოგესალმებით. ბატონო არჩილ, ვიცე-მერებს მოგესალმებით, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას. ურთულესი პერიოდი მოგიწიათ ბატონო არჩილ წელს პანდემიის პერიოდში და მხოლოდ მისასალმებელია ის, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს და არ შეჩერებულა და ისიც რომ გამოინახა და ჯანდაცვის და სოციალური სამსახური აგრძელებს სრულ დატვირთვით ფუნქციონირებას და დაემატა თანხები, ეს მხოლოდ მისასალმებელია. ბატონო არჩილ 20 წლის ბიუჯეტის შესრულების პრეზენტაციას როდის გეგმავდა სამსახურების მიხედვით და მინდოდა პირველ რიგში ალბათ ახალი ინსპექციის IP-ის ანგარიში მომესმინა, ციფრები ჩვენ მივიღეთ, მაგრამ მე მაინტერესებს პრეზენტაციის სახით და მექნება შეკითხვები. ბატონო ედნარ, საბოლოოდ დეფიციტი რამდენია წლევანდელი ბიუჯეტის ციფრულად და მაინტერესებს ჩვენ ყველას გვესმის, რომ დეფიციტური ბიუჯეტი გაგრძელდება და მომავალ წელში ჩვენ გაგვიჭირდება ნაწილობრივად და ამისთვის უნდა ვიყოთ ძალიან ისეთი მობილიზირებული. ეხლა ჩვენ ახალი ბაღი როდისთვის არის დაგეგმილი, რომელ თვეში რო გაიხსნათ და პროგრამულად მე მიჩანს რომ ეზოს ინფრასტრუქტურის მოწყობის ტენდერი ჩავარდა, ხო, როგორც არის, როგორც ხედავ. სამუშაოები გადაიდო და როდისთვის წლისთვის. ორწლიანი ბიუჯეტი იყო, ორწლიანი პროექტი იყო, ვიცი, 20-21 წელი და პროგრამაში წერია, რომ ეზოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ტენდერი ჩავარდა და აი ამასთან დაკავშირებით კითხვა მაინტერესებს. საბოლოოდ რამდენი რეაბილიტირებული სტადიონი და მოედანი დაგვრჩა საბოლოო ჯამში, მე გუშინაც მქონდა ეს შეკითხვა. 19 თუ 14, ესეც მაინტერესებს. და ბაღთან მიმართებაში ყოველთვის, საბავშვო ბაღებთან მიმართებაში ყოველთვის ეს ჩემი სუსტი წერტილია და ყოველთვის მაქვს ეს შეკითხვა და მექნება ჩაქვის ტერიტორიაზეა ხო საუბარი, როგორც მივხვდი? ჩაქვის ტერიტორიაზე ახალი ბაღის მშენებლობა, ხო? ჩაქვის ტერიტორიაზე, საბავშვო ბაღის. საბავშვო ბაღი ახლა ლერმონტოვის ქუჩაზე მიმდინარეობს. არა, ეს ვიცი, ეს 21 წელს რომ თავდება ლერმონტოვის 21 რამოდენიმე ადგილი არის, არა მარტო ჩაქვი, რამოდენიმე მიმართულებით. გეგმავთ, კარგი. ძირითადად ეს მადლობთ. გუბაშეთ ბადროედა. ანუ მაშინ გაუცებას შეკითხვები ხო? მოდესიათ. რამოდენიმე შეკითხვასთან კონკრეტულად რაც ჩემთან მიმართებაში იყო დასმული, სკვერებთან, უბრალოდ სპორტულ მოედნებთან დაკავშირებით. პროგრამულად დევს 19 ჩამონათვალი, უბრალოდ ეს ღონისძიებების ჩამონათვალი 2020 წლის ბიუჯეტშიც დევს, წელს დაიწყო და რიგი ნაწილი წელს გაკეთდება და მომავალ წელსაც დასრულდება. და ეს განსხვავებული ფაქტორი ჩამონათვალებს შორის იმიტომ არის, რომ მოგეხსენებათ შესყიდვების პროცედურების ვადით და ღონისძიების სახელწოდება სრულად დევს, იმიტომ რომ კაპიტალურ ტრანსფერზეა მიღმული. ეს ფაქტორი იყო ის, რაც თქვენ გითხარით, რომ რატო დევს ეს განსხვავება. რაც შეეხება დეფიციტურ ბიუჯეტთან დაკავშირებით, აქ სიტუაცია გვაქვს ესეთი, რომ მოგეხსენებათ აგვისტოს თვეში ივლისის თვის ბოლოში დავარენ კორექტირეთ ერთი ბიუჯეტი და მნიშვნელოვნად შემცირდა. ეხლა მიმდინარეობს უკვე ფაქტიურად მომზადებულია 20 წლის ბიუჯეტის კორექტირება. შემოსავლების დანაკლისი ნამდვილად არის და ეს სამი კუთხით არის: ქონების გადასახადი, სათამაშო ბიზნესის გადასახადი და პრივატიზებიდან. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ მთავარ ხელისუფლებასთან და ავტოაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებასთან იყო მიმართვა გაგზავნილი და უკვე ფინანსური ტრანში გამოყოფილი იქნა და რომლის გათვალისწინებითაც ეს ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია უნდა შემოვიდეს და დღეს შემოვა.
დაახლოებით საუბარი არის 15 მილიონ ლარზე მეტი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაგვიფინანსდება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდანაც ჩაანაცვლებს საერთო ჯამში 29 მილიონ 875,000 ლარამდე თუ ციფრი ზუსტად მახსოვს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა ავტონომ ბათუმის ბიუჯეტისთვის დასაფინანსებლად, რომელიც უკვე მეორე ბიუჯეტი, რომელიც შემოგივართ, იქ იქნება ახსნილი და შესაბამისი დასაბუთებები თუ რას ვაკეთებთ. და იმ გარემოებების გათვალისწინებით სულად ჩავფარავთ 2020 წლის ვალდებულებებს და ანუ რაიმე ტიპის ასე ვთქვათ ფინანსური ვალდებულება მე არ გულისხმობ, ანუ შესრულებული სამუშაოების მიხედვით გადახდა შევძლებთ რა ამის დასაბუთება მინდოდა. ბატონო გოჩა მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით ბატონო არჩილ, მივესალმები მერის სამსახურების უფროსებს და წარმომადგენლებს, შეფესეების, აიბების დირექტორებს. მინდა მცირე განმარტება გავაკეთო ბიუჯეტთან დაკავშირებით და აღნიშნო ის სიკეთეები, რაც მომავალი წლის ბიუჯეტში ჩადებულია და რომლებიც მართლა სერიოზული პრობლემა იყო ჩვენი ქალაქისთვის. ესენია მაგალითისთვის ბაგრატიონის ქუჩა შარტავასრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე და ძალიან დიდი ტკივილი იყო ჩვენი ქალაქის ეს მონაკვეთი და ჩასმულია მომავალი წლის ბიუჯეტში. ეს არის გოგოლის ქუჩა წმინდა სევერიანი აჭარილის ქუჩიდან ნონეშვილის ქუჩამდე, რომელიც მართლა რავის ყველა ბათუმელის ტკივილი იყო და ქალაქის ტკივილი იყო, გათვალისწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტში. ასევე არ შეიძლება არ აღნიშნოთ სულაბერიძის ქუჩა და ისიც პირველი ეტაპი, ამას შემდეგ კიდევ მეორე ეტაპი მოყვება და მამია ვარშანიძის ქუჩაც ჩაერთვება ამ პროექტში. აღსანიშნავია ასევე ახალი პროექტი, ძალიან კარგი პროექტი მახოს ხიდი, გონიოს ხიდისა და გესის მიმდებარე მთავარი და მეორე მნიშვნელოვანი გზების მოწყობა. ასევე მინდა აღნიშნო ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის შენიშვნები, რაც გადაგზავნილი იქნა მერიაში, თითქმის სრულად იქნა ყველა გათვალისწინებული. ერთადერთი გამონაკლისისა ჩაქვის ბაღზე ქონდა შენიშვნა და მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ არგუმენტირებული პასუხი მივიღეთ და ვიცი რომ გააგრძელებს მერია ამ საქმეზე მუშაობას, რომ მოვიძიოთ მიწების ის რაოდენობა, რომ რაც ბაღებს ჭირდება. ასევე აღნიშნავ, რომ მიუხედავად ამ პანდემიისა და შემცირებული ბიუჯეტისა ძალიან ბევრი პროექტებია შემოერთებულ ტერიტორიებზეც, ძალიან ბევრი სკვერი დაემატა, რაც ძალიან მახარებს და წარმატებები მინდა უსურვო მთელ მერიას და ბატონი არჩილის ხელმძღვანელობით გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა, ძალიან კარგი ბიუჯეტია. გეთანხმებით ბატონო გოჩა, ამ პანდემიის პირობებში თუ ესეთი ბიუჯეტი შემოვიდოდა მერიიდან, ნამდვილად ვერ წარმოვიდგინა, ამიტომ სავსებით ვითვალისწინებთ თქვენ პათოს. ეხლა მოდით ბატონი დავითი, ქალბატონი ნატა, კაი ბატონო და ბოლოს ზურა ორი სიტყვით სუბოლოს და შემდეგ დავაყენებ. დიახ ბატონო დავითი. მოკლედ მეც მინდა ორი სიტყვით თქვა, რომ 21 წლის ბიუჯეტი გამომდინარე პანდემიისა ნამდვილად მორგებულია ქალაქზე და ქალაქელებზე, საკმაოდ კარგი ნამუშევარია. ერთადერთი რაც მინდა გადავინა შეეკითხოთ, ვეტერანებზე იყო თორსტები 200 ლარიანი დახმარებები, მაშინ ოჯახის სხვათა სტატუსის მქონე წევრებს არ უწევდათ აქ როგორ არის, მე არ ვარ ჯანდაცვაში და ეს კითხვა მაქვს. ბავშვებზე თქვენ თქვით ბოლოს 1 წლამდე ბავშვებს ვეხმარებოდით, იყო დახმარებები და 2 წლამდე გაიზარდაო და აქ რა თანხა დაახლოებით და ლერმონტოვის ქუჩა ორბელიანიდან გაგრძელებაზე ჩადებული. დაახლოებით როდისთვის ფიქრობენ ამ ქუჩის დაგებას, იმიტომ რომ სამრეწველო ზონა და საკმაოდ ბევრი კითხვა და ადამიანი გვაწუხებს. ეს არის. რაც შეეხება პირველი საკითხიდან დავიწყოთ თქვენად პასუხით, ეს არის სამედიცინო ვაუჩერი მედიკამენტების გაცემის მიზნით. ეს იყო მანამდე არსებული პროექტი, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 200 ლარიან ვაუჩერს გაცემდა მედიკამენტებზე, მათ შორის ვეტერანებზე და სხვა განსაზღვრული კატეგორიის მქონე პირებზე. ეხლაც ესედებს უბრალოდ ახალი ცვლილების პროექტით გაიზარდა წრე, ადრე ოჯახიდან ანუ ოჯახს ერთის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა და მომავალი წლიდან თუ მსგავსი იმ კრიტერიუმების განსაზღვრელი პიროვნება ოჯახში არის 2 წევრი, ორივე მიიღებს აღნიშნულ დახმარებას. ბავშვებთან მიმართებაში
ფინანსდებოდა 0-დან 1 წლამდე და 60 ლარით, ხოლო მომავალი წლიდან განისაზღვრა 90 ლარამდე დაფინანსება და ასევე დაემატა ახალი, ასე ვთქვათ, სოციალური პაკეტი 1-დან 2 წლამდე და განისაზღვრა მისი დაფინანსება 50 ლარით. ანუ ეს საკვები, ასე ვთქვათ, მსგავსი მოთხოვნილების საჭიროების დაკმაყოფილებისთვის ბავშვებისთვის. დავა კონკრეტე ბოდიში ბატონოდან, ანუ უფრო ნათელი რო იყოს, ბატონო დავით. ესე იგი ეს ცვლილება შევიდა, იმიტომ რომ მოთხოვნა და მომართლიანობა იყო ძალიან დიდი. თუ ჰიგიენურ საშუალებების ნაწილში ვაფინანსებით მხოლოდ 60 ლარით, კრებითი ნაწილზე გაჩნდა მოთხოვნა გამომდინარე პანდემიიდან და არსებული სიტუაციიდან, რაც გათვალისწინებული იქნა და 0-დან 1 წლამდე რაც იყო ასაკის ზრდასთან ერთად, საფინანსო ნაწილი და ფინანსური ნაწილიც გაიზარდა და 60 ლარიდან გახდა 90 ლარი, რამაც თვლით რომ მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ჩვენი თანამოქალაქეების და შესაბამისი მოწყვლადი ჯგუფების, ესე რომ ვთქვათ, ყოფით პირობებს და მათ მოთხოვნებს სავსებით შეესაბამება. ანუ არსებული მოთხოვნების შესაბამისად იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. მადლობა. დიახ, ბრძანეთ. ოჯახის 2 წევრს შეუძლია გამოიყენოს წელიწადის განმავლობაში 200 ლარიანი ვაუჩერი, ხო? ერთ და იგივე წევრს შეუძლია ორჯერ გამოიყენოს ეს ვაუჩერი? არა, მაგაც უყურე ვეგაქცევ პასუხს ხალბატონერი, მან ესე იგი ერთი და იგივე ოჯახის ორი სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის, მაგალითად ერთი იყო შეშემე, მეორე იყო ვეტერანი, ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთჯერად 200 ლარიან ვაუჩერზე იყო საუბარი. ეხლა საუბარი არის, რომ ოჯახის სხვადასხვა წევრებს არა მარტო ერთი 200 ლარიანი, არამედ ის ორი 200 ლარიანი რაც ერგებათ, სავსებით ამოწურავენ და იმის გამო, რომ ოჯახში ერთი წევრი არის ერთი მოწყვლადი ჯგუფის და სხვა წევრი არის სხვა მოწყვლადი ჯგუფის, არ ნიშნავს ესე რომ ვთქვათ, არ შეუმცირდებათ და მხოლოდ ერთი ვაუჩერით არის სარგებლებენ. ყოველ ჯერზე, ესე რომ ვთქვათ, ყველა ის ადამიანი, ოჯახის წევრი, რომელიც ამ პროგრამის სხვადასხვა ბენეფიციარი არის, ისარგებლებს იმ 200 ლარიანის მედიკამენტების ვაუჩერით. მადლობა. ხალბატონი ნატა და კი ბატონო არჩილ ახლავე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ კოლეგებო, ჩვენ დღეს ახლა გადაწყვეტილებას ვღებულობთ ჩვენი ქალაქის თავარ დოკუმენტზე. გაჟღერებული იყო რამდენიმე მიმართულებით შეკითხვები და პასუხიც გაცემული იყო, ოღონდ მე მაინც მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ ფაქტზე, ჩემმა კოლეგამ ახსენა ასე თქვა დეფიციტური, ვინაიდან ჩვენ მოსახლეობა გვისმენს, მე მინდა რომ უფრო ნათელი მოვფინო ამ ტერმინს. რამდენადაც ვიცი და კითხვაც ეს არის ბატონო, თქვენ მიმართ სწორად გამარტავ თუ არა და თუ დეფიციტურია გითხარით. რამდენადაც მე ვიცი, ბიუჯეტი დეფიციტურია, თუ შემოსავლები ნაკლებია ხარჯებთან მიმართებაში. რამდენადაც ვიცი, ჩვენი საპროგნოზო შემოსავლები არის 151 მილიონი, ხარჯები ზუსტად გადანაწილებულია იმის შესაბამისად, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის სპეციალური და კაპიტალური ტრანსფერით გადმორიცხულით შესაძლებლობა ეძლევა მუნიციპალიტეტს ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი თუ სოციალური მხარდაჭერა, რაც მოსახლეობის კეთილდღეობისათვის საჭიროა, გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში. პირიქით მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად აღსანიშნავია ეს ფაქტი, რომ ამ პანდემიური მდგომარეობისას ვახერხებთ და მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ. აქვე უბრალოდ ფრაქციის თავმჯდომარე ვარ და არ შემიძლია პოლიტიკური განცხადება და პოლიტიკური წარსული არ ვახსენო, როდესაც ბაღებზეა საუბარი და ჩემი უდიდესი გულისტკივილი იმასთან დაკავშირებით, რომ 2014 წლიდან ვიყავი მე ამ საკრებულოს წევრი, იცით თქვენ, ფაქტიურად 2014-დან გასულია 6 წელი, 6 წლის მანძილზე მოხერხდა 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, აღარ ვამბობ, რომ გაფართოვდა ზოგიერთი ბაღი და მოსწავლეთა აღსაძლებლის რაოდენობის მეტი რაოდენობის მიღების მიზნით საქმიანობა იქნა გაწეული, მაგრამ სამწუხაროდ იმ ნიშნულს, რომელიც იყო თუნდაც 2004 წელს, როდესაც ბათუმში იყო 42 საბავშვო ბაღი, ჯერ კიდევ ვერ მივახციეთ. კიდე 8 ბაღია ალბათ სავარაუდოდ საშინებელი, რომ იმ ნიშნულს მივახციოთ. იცით თქვენ, მოხდა იმ ბაღების გაცემა, საჩუქრად გადაცემა შენობების წინა ხელისუფლების დროს და ეს ის წინა ხელისუფლება, რომელიც დღეს ეგრეთ წოდებული მთავარი ოპოზიციის რანგში გვევლინება და
გვესაუბრებათ და მენტორული ტონით გვესაუბრებათ თან და ჭკუას გვარიგებს ადამიანი იმის ნაცვლად რომ აქ ისხდნენ ახლა ჩვენთან ერთად და ღებულობდნენ გადაწყვეტილებას აღარ მიუბრუნდებოდით წარსულს ბუნებრივია ჩვენთან ერთად თუ იფიქრებდნენ ახლა გარდა იმისა რომ შენობა ნაგებობა ასაშენებელი სახსრები მოსაძიებელი ტერიტორიაც საძებნელი რო გვაქვს იმიტომ რომ სტანდარტის შესაბამისი ბაღები არა დავასრულე ბატონო სულიკო სტანდარტის შესაბამისი ბაღი ითხოვს გარკვეულ ფარც ტერიტორიას და ეს ყველაფერი იმხელა სირთულეს ქმნის ამიტომ მე ზუსტად კიდევ ერთხელ იმიტომ გავაკეთე გავამახვილე ყურადღება მოსახლეობამ კიდევ ერთხელ გაიხსენოს რასთან ქონდა საქმე და როგორ ვცდილობთ უკვე დღეს მე-6 წელს თვითმმართველობა და მე-8 წელს ცენტრალური ხელისუფლება მათ დაშვებულ შეცდომების გამოსწორებას და კიდე გრძელდება და გაგრძელდება ალბათ ეს შეცდომები და კეთილინებონ მოვიდნენ ჩვენთან და დასწრე იფიქრონ ტერიტორია შევარჩიო და რაც თავარია როდესაც კიდე სიკეთეებისია საუბარი ერთი მაგალითი მომიყვანონ თუნდაც საკუთარი ჯიბით ვისთვის რა სიკეთე გაუკეთებია მაგათი ხელისუფლების წარმომადგენელს და კიდე აქვე მინდა მადლობა ვთქვა ფრაქციის მიერ გამოგზავნილი რეკომენდაციების დიდი ნაწილის გათვალისწინებისთვის ძალიან მინდა რომ ჩვენი მოსახლეობა მონაწილეობით გამოირჩეოდეს ჩართულობით და გულშემატკივრობით თავისი სახლის, ბინის, ტერიტორიის მიმართ და ამიტომ მქონდა ის რეკომენდაცია, სადაც თანადაფინანსებით ამხანაგობების ცოტა ისე შეგვემცირებინა, რომ პირადი პასუხისგებლობა ეგზნოდა ამ მიმართულებით პროგრამებზე მუშაობა წასულიყო. მაგრამ ერთადერთი ეს დამჭა მე მგონი პასუხგაუცემელი იმ რეკომენდაციებზე და ალბათ მეხუთე საკითხი იყო დანარჩენზე ყველაზე მიღებული მაქვს პასუხი მადლობა მხარი რომ დაუჭირეთ მცირე საოჯახო ტიპის სახლის რეაბილიტაციას და გავახარებთ იმ ბავშვებს მადლობა რომ სხვა იქ საკითხები მქონდა თუნდაც ანუ ხო ესე იგი ინფრასტრუქტურის კვლევასთან დაკავშირებით და მოკლედ აღარ შეგაწყენთ თავს უბრალოდ აი მეხუთე საკითხთან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ პასუხი რატო ვერ ვახერხებთ ამ პროგრამის გადახედვას მადლობთ ბატონო ედმარ ანუ ორი კითხვა დეფიციტურია ჩვენი ბიუჯეტი და მეორე ესაც კი ბატონო დეფიციტით დავიწყებ ანუ ამ შემთხვევაში დეფიციტი კანონმდებლობით ცოტა სხვანაირად განიმარტება და სხვა კონტექსტს გულისხმობს თქვენაც ბრძანეთ ანუ კანონმდებლობის ენაზე შინაარსობრივად იგივეა, ანუ ჩვენ შემთხვევაში დეფიციტი ხშირად ვთქვათ, როდესაც მიღებული ფინანსური რესურსი არ ყოფნის ხარჯების დასაფარად. საბედნიეროდ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ყველა იმ ვალდებულებას, რასაც ბიუჯეტი ვიღებთ და ანუ წლიდან წლამდე გვინდა რომ განვახორციელოთ, სრულად ვავსებთ და ვაფინანსებთ, ანუ დღეის მდგომარეობით და იდეალბათობით და არც არასოდეს იქნება იმის პრობლემა, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ შესწროს რომელიმე ტიპის ვალდებულების დაფარვა ფინანსური რესურსის სიმწირის გამო. ანუ ამ კუთხით პრობლემა არ შექმნია და აქტიურად მუშაობთ როგორც ავტონომიურ რესპუბლიკასთან, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასთან და გარდა ამისა შიდა ჩვენი მერიის არსებული შესაბამისი სამსახურებისა და ასე ვთქვათ ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რიგი ღონისძიებებით და დაგეგმარების კუთხით მიმდინარეობს ჭრილობა თუ როგორ უნდა იქნეს ბიუჯეტი ისე შედგენილ ყველა იმ გამოწვევას უპასუხოს. ეს რაც შეეხება ამ დეფიციტთან დაკავშირებით და ბინათ მესაკუთრეთ ამხანაგობასთან დაკავშირებით ცალკე მზადდება გარკვეული სიახლეები და ალბათ შემდგომი ასე ვთქვათ ნიუანსების კუთხით და გათვალისწინებით დეტალიზაციისთვის იქნება წარმოდგენილი აქ პლატფორმაზეც იყო საუბარი სპეციალურად უნდა შეიქმნას და ასე რიგი ახალი სიახლეები და წესით და რიგით ეს რა თქმა უნდა საკრებულოს ეცნობა ვინაიდან იმ პროგრამის ერთიანი ამსახველი იქნება და შესაბამისად დოკუმენტშიც მადლობთ. მადლობა. ბატონ არჩილ სურდა. სპასურილი აღარაა ხო? იმიტომ მე რაღაც მე ბატონი რაული და ნერიმანი და ამით დიახ და ბოლოს რეპლიკის სახით ისარგებლებ. ჩვენთვის გასაგებია რომ ნიშნულოვანი დოკუმენტია ქალაქისათვის ბიუჯეტი. ბიუჯეტის ჩავარდნა რა თქმა უნდა მნიშვნელოვან ზიას მიაყენებს ქალაქის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით, გვესმის ეს საკითხიც. მაგრამ ეხლა მე ბიუჯეტი მომწონს და ყველაფერი რიგზია მეთქი ამას ვერ გეტყვით, ჩემი შენიშვნები მქონდა, ფრაქციის სახელი შენიშვნები მქონდა, ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, ბევრი რამ არ არის ასახული ბიუჯეტში, რაც აუცილებელია. უბრალოდ მე მინდა
ამას გუშინ წინ სხდომაზე ჩვენ გვესწრებოდა არასამთავრობო წარმომადგენელი ბატონი რომა დოლაბერიძე და ვეთანხმები მას რომ ჩვენი ძირითადი საქმე არის დეპუტატების საკრებულოს წევრების წლის განმავლობაში გვაკონტროლოთ მიღებული ბიუჯეტის შესრულება სხვადასხვა მიმართულებით და თავის დროზე ვთქვა ჩვენ თუმცა ჩვენ ფრაქციას არაერთხელ ქონდა და არც ერთი სხდომა არ ჩატარებულა რომ ჩვენ არ ქონდეს შენიშვნა მნიშვნელოვანი საკითხების სტრატეგიული მნიშვნელობიანი საკითხების გამოტანა და აქ მსჯელობა თუმცა ბევრი რამ არ შესრულებულა ეხლა მე ყველაფერს ბატონ არჩილს ვერ დავაბრალებ იმიტომ რომ ეს ახალი პიროვნება ამ საკითხთან მიმართებაში და მე მას მადლობა რომ ესწრება სხდომას და ითვალისწინებს საკითხებს თუმცა ბატონ არჩილ გასათვალისწინებელია ბევრი ის საკითხები რომელიც სავსულში ვერ გაკეთდა ამიტომ საბოლოო სიტყვას ფრაქციის თავმჯდომარე იტყვის ბატონ რაული ამ მიმართებასთან დაკავშირებით ჩვენ მივცემთ თუ არა ხმას ბიუჯეტს დავუჯერთ თუ არა ხმას მე ჩემი შენიშვნები წამოვთქვი და კიდე ერთხელ ვიმეორებ რომ ბიუჯეტი ჩემთვის არ არის მთლიანად გამართული წელში თუმცა ბიუჯეტის შესრულებას მიღებას ხელი არ უნდა შეუშალოთ სხვადასხვა გარემოებების გამო მადლობა ბატონო რაულ ბრძანეთ ბატონო სულიკო ჯერ მე რა შეკითხვებით დავსვი ჩემი ასე ვთქვათ დიახ პასუხი არ მიმიღია და მე ვიტყვი რაც მინდა ვთქვა განმარტება გჭირდება ჩემი დასმულ საკითხებთან გამომდინარე სამი მნიშვნელოვანი საკითხი დავსვი ვუპასუხებ თუ შეიძლება ბატონო სულიკო ბატონო რაული გამოგჩა ამ კითხვა პასუხის რეჟიმში და მეუნიშნული მაქვს ყველა ესე იგი საკითხი მძლეოსნობის მანეჯთან დაკავშირებით ბატონ რაულ ჩვენ ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ სახალხოდ განმარტავ რომ სპორტული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ქალაქ ბათუმში და მის ადმინისტრაციულ საზღვრებში ბოლო წლებში განხორციელებული პროექტებიდან გამომდინარე ნამდვილად არ გვაქვს საწუწუნო ესე რომ ვთქვათ მაგრამ არის გარკვეული ტიპის მიმართულებები სადაც საჭირო არის მართლაც ამ ტიპის გადაწყვეტების და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა სამწუხაროდ არსებული საბიუჯეტო რესურსებიდან გამომდინარე მძლეოსნობის მანეჟის ამ ეტაპისათვის ვერც პროექტი შევიძინეთ და არც კონკრეტული გადაწყვეტა არ გვაქვს, მაგრამ სამომავლოდ ისევე როგორც სპორტის სხვა დარგებს და სხვა მიმართულებებს ამ მიმართულებასაც ჭირდება სათანადო ყურადღება, გეთანხმებით და ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით, როგორც ადგილის მოძიებასთან დაკავშირებით, ასევე პროექტირებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვიმსჯელებთ და ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, ავტოპარკის განახლებას ავტობუსების ნაწილში პასუხობდა კეთყვით და არაერთის დავაფიქსირეთ, იცით რომ გარკვეული ტიპის ესე რომ ვთქვათ ფინანსური რესურსი ავტოტრანსპორტს გააჩნია, ეს არის 4.100.000 ლარი, რაც ჩვენ პრაქტიკულად რამოდენიმე ხნის წინ მივიღეთ შესაბამისი აუქციონის შემდგომ ამ თანხით და ბუნებრივია როგორც ადგილობრივი მთავრობის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართულობითა და მხარდაჭერით, ასევე საქართველოს მთავრობის ჩართულობითა და მხარდაჭერით, იმედს ვიტოვებთ, რომ საბიუჯეტო კუთხით, ასე რომ ვთქვათ, ძალიან გაჭირდება მიმართულებით, მაგრამ შესაბამის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ეს იქნება საგრანტო თუ სასესხო ნაწილი, არის რაღაც გარკვეული მონახაზები და გვაქვს გარკვეული მოლოდინები, ჩვენ თვლით, რომ არსებითად, ესე რომ ვთქვათ, განვაახლებთ ავტოპარკს და ჩვენს მოქალაქეებს და ამ ქალაქის სტუმრებს ექნება შესაბამისად გადაადგილების ის ელემენტარული პირობები და თანამედროვე ავტობუსებით უმასპინძლებთ მათ და ამ მიმართულებით როგორც გითხარით უკვე მიმდინარეობს გარკვეული ტიპის ესე რომ ვთქვათ მოძრაობა დაწყებული გვაქვს ბათუმის ბულვარის ბილიკებთან დაკავშირებით იქ იცით რომ ბათუმის ბულვარი მართვაში აქვს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ახორციელებს მის მართვას, მაგრამ ბუნებრივია ეს არის ჩვენი საკუთრება, ეს არის ქალაქის საკუთრება და ჩვენ მუდმივ რეჟიმში თვალყურს ვადევნებთ იქ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მათ შორის. გამომდინარე აქედან ის ნაწილი, რაც თქვენ ბრძანეთ, ლოფტის ტიპის, ესე რომ ვთქვათ, ბილიკის მოწყობის ნაწილი, ეს არის ესე რომ ვთქვათ, ერთგვარი სატესტო ექსპერიმენტალური ნაწილი, რომელსაც ტექნიკური პარამეტრების თვალსაზრისით და ხარისხის თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს, უბრალოდ ეს არის განსხვავება
არსებულ ჩვენს ტრადიციულ ველო ბილიკებს და ამ ახალ ბილიკს შორის ის რომ მოჭიდების ნაწილში ჩვენ ვხედავდა ძალიან დიდი თანხა იხარჯება როგორც ავტოტრანსპორტის მიერ რომლის მართვაშიც არის ახლა ველო ბილიკები მისი განახლების და გადაღების ნაწილში იმიტომ რომ პრაქტიკულად მოჭიდების ნაწილი საღებავს ნაწილში საღებავს ძალიან უჭირს და ყოველ წელს გვიწევს გადაღებითი სამუშაოები ეს არის საერთაშორისო ესე რომ ვთქვათ პრაქტიკა ეგრეთ წოდებული ლოფტის ტიპის ესე რომ ვთქვათ ველო ბილიკები რომელსაც მონიშნები ექნება მხოლოდ ესე რომ ვთქვათ შესაბამისი საღებავებით დამუშავებული და ის ყველა შესაბამისი მონიშნო გაკეთებული იქნება უბრალოდ ვიზუალურად მას ცემენტო-ბეტონის ხსნარისთვის შესაბამისი ვიზუალი ექნება ეს ევროპის და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული და გამოყენებული მეთოდი არის და გარკვეულწილად შესაძლებელია რომ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში გამოვიდეს ეს ერთის მხრივ ექსპლუატაციის და მოვლა-შენახვის ხარჯების შეგვიმსუბუქებს და მეორეს მხრივ ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ესე რომ ვთქვათ უფრო თანამედროვე რო გავხადოთ ბუნებრივია თუ ახმად იქნება მომხმარებლის მიერ ჩვენი თანამოქალაქეების მიერ და ეს მოწონებას დაიმსახურებს და დამისამართებებისთან და სახელმწიფოებთან დაკავშირებით როგორც წინასხდომაზე ბატონ მარჩილმა დასვა თუ არ ვწდები ეს საკითხი დღეს უკვე ბატონი რაული და ბატონი თამაზი გამოეხმაურა ამ მიმართულებით მუშაობთ მნიშვნელოვანი სამუშაოები არის განსახორციელებელი არის რიგი კვლევები შესაბამის სამსახურებს აქვს მიღებული დავალებები ფირნიშების ნაწილში გითხარით განმარტება კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მზადდება რიგ ქუჩებზე უკვე განთავსებულიც არის ეს ფირნიშები შესაბამისი მისამართების აღნიშვნით და საკმაოდ კარგი ვიზუალით ჩემის აზრით და მომავალშიც მოვიცავთ სრულ ქალაქს მათ შორის იქ სადაც ამის საჭიროება არის და განსაკუთრებით წინასხდომაზე დაისვა საკითხი ესე იგი 112 და შესაბამისი სამსახურები ძნელად მისაგნები არის მათთვის გამოძახების შემთხვევაში ეს მისამართები და ბუნებრივია გამოსასწორებელი არის და მიმდინარე წელს უпроსტად მომავალი წლიდან აქტიურად დავიწყებთ ამ მისამართების და სახელმწიფოს ნაწილს რა თქმა უნდა საკრებულოსთან ერთად და ყველა თქვენთაგან ერთად და მადლობა შეკითხვებისათვის მადლობა განათებასთან დაკავშირებით ისა ბოდიში ხო ესე იგი რამოდენიმეჯერ დაისვა და საბოლოოდ ესე იგი სუმირების სახით თქვენ ბრძანეთ და ბუნებრივია ცენტრალური პარკის განათება სჭირდება რეაბილიტაცია ჩვენ გვაქვს ჩასმული მომავალი წლის ბიუჯეტში 790,000 ლარის ღირებულების სამუშაოები იქნება გახორციელებული რაც იქნება არა მარტო მხოლოდ ესე რომ ვთქვათ ტბის ირგვლივ არსებული განათების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ეს იქნება სრულად ცენტრალური პარკის ყველა ბილიკის და მათ შორის იქ ინფრასტრუქტურულ ნაწილსაც ჩავთავთ სადაც დაზიანებები არის იმ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით რომ რამოდენიმე თვის წინ პრაქტიკულად ახალ დანიშნული ვიყავი მე როცა ბავშვს შეემთხვა ეს განკერძოებული შემთხვევა არის და მაშინ მოხდა სადენების ესე რომ ვთქვათ სადენებიდან გადასვლა ელექტროენერგიის და იქ მოაჯირზე შეხებით მოხდა კონტაქტი და საბედნიეროდ ყველაფერი ნორმალურად დასრულდა მეორე შემთხვევა ამასთან მიმართებაში შემხელობაში არ არის იმიტომ რომ ძაღლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით იქ ვიზუალური დათვალიერებითაც და ადგილზე ტექნიკური ჯგუფის შემოწმებითაც აღმოჩენილი არის რომ მიწაში ამოთხარა ეს კაბელი ესე რომ ვთქვათ და ამით მიიღო დაზიანება და ამან გამოიწვია ესე იგი ცხოველის გარდაცვალება მაგრამ საერთო ჯამში კიდევ ერთხელ ვიძახი რომ ისევე როგორც იმ კონკრეტულ მონაკვეთებზე სადაც თქვენ ბრძანეთ ეს არის თამარის დასახლებიდან ქალაქში შემომავალი ნაწილი და ასევე ბევრგან ქალაქში მათ შორის ცენტრალურ პარკში საჭირო არის სისტემურად განახლება გარეგანათების სისტემების კეთილმოწყობა ახალი სისტემების ცენტრალური პარკის ნაწილში ჩვენ კიდევ ერთხელ ვიძახით შესაბამისი პროექტი გვექნება უახლოეს დღეებში მომავალი წლის ბიუჯეტით განსაზღვრულია სამუშაოები და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ იმ შემთხვევაში თუ რაღაც საპტემბერო ლაფსუსები არ მოხდა იქ მომავალი წლის სეზონზე ჯერ ჯამთელად ვიქნებით და გავიხსნებით ტურისტულად და მე ყველა ჩვენთაგანისათვის და ჩვენი მოქალაქისათვის გვექნება სრულიად განახლებული ვიზუალური სივრცე, რომელიც შეესაბამება და შეეფერება იმ ისტორიის მქონე პარკს და რეკრეაციულ სივრცეს, რომელიც ყველა ჩვენთაგანისათვის საამაყო და ყველა ჩვენთაგანისათვის მნიშვნელოვანია. მადლობა. დიახ, ბატონო რაულ. რა თქმა უნდა, მე ფრაქციის სახელით გავაკეთებ განცხადებას ბიუჯეტთან დაკავშირებით
რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა რომ უფრო მეტი და უფრო გაზრდილი ბიუჯეტი გქონოდა წელს და დარწმუნებული ვარ, რომ პანდემია რო არ ყოფილიყო, ამ ქალაქში ძალიან ბევრი რამე კეთდებოდა და ბიუჯეტი მაქსიმალურად გაზრდილი და უფრო უკეთესი გვექნებოდა, თუმცა პანდემიამ ჩვენ ამის საშუალება არ მოგცა. მე პირადად ჩვენ ფრაქციის სახელით გქონდა, ესე ვთქვათ, ჩვენ ფრაქციაში ვიკრიბეთ, გქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა, ბიუჯეტი მთლიანობაში დეტალურად გქონდა განხილული და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ამ ბიუჯეტს მხარს დაუჭერთ, რა თქმა უნდა, და სირცხვილი იქნება, რომ ამ ქალაქის წინაშე, ჩვენი მოსახლეობის წინაშე დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ საკითხზე არ გვემსჯელა და ბიუჯეტზე მხარი არ დაგვეჭირა, იმიტომ რომ დღევანდელი პირობები ისეთია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, ჩვენი მოქალაქე, განსაკუთრებით დიდ სამუშაოებს წევს ჯანდაცვის სისტემა, ასევე სხვადასხვა კლინიკები, ბევრი თვითონ ამ სფეროს ასე ვთქვათ მუშაკების დაინფიცირდნენ და გარდაიცვალეს და მთლიანობაში ქალაქს დააკრდა. ძალიან ცუდი სიტუაცია მთელ სოფლიოში და ჩვენთანაც აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ესე ამ კუთხით უნდა ვიყოთ ჩართულები და ჩვენც ფრაქციამ გადაწყვეტეთ, რომ ხარი დაუჭიროთ და მე ვფიქრობ, რომ იმ პირობებიდან გამომდინარე, რაც დღეობით ხდება, ბიუჯეტი ასე ვთქვათ ნორმალურია, კარგია, მეტიც გვინდა რა თქმა უნდა, თუმცა ამას არ გვაძლევს დღევანდელი პანდემია ამის საშუალებას. დიდი მადლობა. მადლობა. კიდევ დიბორ. კი. ქალბატონი ნერიმანი, დიმა, ზურა და ვაყენებ გენჯისყრაზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, არ შემიძლია მე თქვა ჩვენი ჯანდაცვის პროგრამების შესახებ, რომელიც ძალიან კარგად არის მორგებული მედიცინის აქტუალურ პრობლემებზე, არის მორგებული ცენტრალურ და ჩვენი აჭარის ჯანდაცვის პროგრამებზე და მინდა ვთქვა, რომ დღეს მსოფლიო სამეცნიერო კვლევითი ცენტრები დაკავებული არიან ყო-ყორის COVID-19-ის დაავადების შორეულ გართულებებზე და უნდა უბრალოდ მინდა გამოვხატო სურვილი კი არა და ასე ვთქვათ, უნდა მოვემზადოთ იმისათვის გქონდეს მხედველობაში, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ პროგრამაზე, რომელიც დაკავშირებული იქნება COVID-19-ის შორეული გართულებების რეაბილიტაციაზე. ეს გართულებები არის მოსალოდნელი კი არა და იქნება ეს გართულებები. ამიტომ როგორც ახლა მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჩვენი პროგრამები მართლაც სამაგალითოა სხვა ქალაქების პროგრამებთან გათვალისწინებით და საერთოდ მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის პირობებში ჩვენი ბიუჯეტი, ჩემი აზრით, არის ძალიან საინტერესო, არის მოქნილი და არის ძალიან მორგებული დღევანდელ სიტუაციას. მადლობა. ისა კოლეგებო უკაცრავად მოდის გიხდით. ბატონ რომასულის კითხვის დასმა ალბათ ბიუჯეტის გარშემო ბატონ რომა არა, მდინარე საკითხზე. საკითხის გარშემო გაქვთ რა შეკითხვა? საკითხის გარე წერილობით შემოგვიტანეთ რა. დიახ, ბრძანეთ ბატონ დიმა, ბრძანეთ ბატონ დიმა. ბრძანეთ ბატონ დიმა, ბრძანეთ. ბატონ დიმა, ბრძანეთ. ბრძანეთ ბატონ. ბატონო რომა, ორთმაში ხო არ ვილაპარაკებთ ხედავთ? დამძადით უნდერიულობთ რა. დამძადით. ბატონ დიმა. ეთილი, ანუ მე პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის, რომ ყველას გვიხარია და სიამაყით ვამბობთ, რომ ანუ დეფიციტური არის თუ არა ბიუჯეტი და ისვა კითხვა და საბედნიეროდ არ არის და ეს შემთხვევით და თავისთავად არ ხდება. ამისთვის დიდი შრომა გაზრდია ბატონმა მერმა, მერის შესაბამისმა სამსახურებმა, რისთვისაც მინდა უთხრა დიდი მადლობა. ვიცით და ჩართული ვიყავით, გქონდა მოლოდინის რეჟიმი, გქონდა ის პერიოდიც, რომ ან გამოვიდოდა ან არა, მაგრამ საბოლოოდ შესაძლებელი გახდა დიდი ძალისხმევის შედეგად და ცენტრალურმა და ავტონომიურმა მთავრობებმაც დაგვეხმარეს და გვიჭირეს მხარი და ეს არის მერის და მერის თანამშრომლების დამსახურება, რისთვისაც დიდი მადლობა. და კიდე ერთი მადლობა მინდა გადავუხატო არა მარტო ჩემი სახელით, ყველაზე მნიშვნელოვანი ორი პროგრამა, რომელზეც აქცენტი აქვს გაკეთდა, მაგრამ როგორც ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ აუცილებლად ჩავთვალე, რომ თქვა, ესეც
პირველ რიგში დამოკიდებული იყო იმაზე, რომ გვეშოვა ფული და ვიშოვეთ, რისთვისაც მადლობ და მეორე იყო იმაზე დამოკიდებული სწორად განგვესაზღვრა პრიორიტეტები, რაშიც მერის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმაც და რა თქმა უნდა ჩვენ ჯანდაცვის კომისიამ ერთობლივად განსაზღვრეთ სწორად და ეს ადამიანები, რომელთანაც მაგალითად უკვე ამოეწურა რეალური შემთხვევა მაქვს, რავი, არ გავასაჯაროებ უბრალოდ SMS გუშინ წერდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც მისი საჭიროებებისთვისაც ჭირდება და ყავს სამწუხაროდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი და უკვე გამოვიყენე და რა შეიძლება, როგორ შეიძლება, რა შეიძლება გავაკეთო, ანუ ზუსტად იმ საკითხს შევეხეთ და უთხარი გუშინ წინ წერდა ორ შაბათს მივალ გავარკვევ, რით შევძლებთ, ინდივიდუ პირადად შევძლებთ თუ ბიუჯეტით შევძლებთ თუ რაღაც გამოსავალს აუცილებლად მე დარწმუნებული ვარ მოვძებნით და ადამიანს მედიკამენტებით დავეხმარებით, რაც არის ძალიან კარგი და რაც შეეხება უშუალოდ შეიძლება ის ციფრები ვთქვათ არ ჟღერდეს ძალიან დიდად პროგრამა რომელიც გაჩნდა და არის 50 ლარიანი დახმარება 1-დან 2 წლამდე ბავშვებისთვის ყურსში შეიძლება ჟღერადობა მისი არ იყოს დიდი და ძიმე, მაგრამ დამერტყუნეთ უგვარებს იმ პრობლემას, რაც არის ჰიგიენურ საშუალებებთან დამოკიდებული და რაც ყველაზე დიდი პრობლემაა მიზნობრივი ჯგუფებისთვის, რომ შეიძინონ ბავშვებთან თან აუცილებელია. რაც შეეხება ზრდას, 1 წლამდე ბავშვების ნაწილში, ესეც რა თქმა უნდა, რაც უფრო მეჩს გამოვნახავ და მეჩს შევძლებთ, იმიტომ რომ ვიცით, რომ არც ის 90-ია საკმარისი, არც ის 50-ია, ვიმუშავებთ, რომ გაცილებით მეტი იყოს, მაგრამ დღეისთვის რის საშუალებას მოგცემ ბიუჯეტმა გაკეთდა. ზოგადად ბიუჯეტი რომ ანუ კარგია ფურცელზე, ხედავთ და ოპოზიციას უჭერს მხარს, რისთვისაც დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს და დიდი იმედი მაქვს, რომ განხორციელების ნაწილში წელი წლის განმავლობაში ისევ ვიქნებით ამაყები, როგორც დღეს. დიდი მადლობა. მადლობა. ბატონ დირექტორი და შემდეგ ზურა. მოგესალმებით, მეც შორს არ წავალ ბიუჯეტის ირგვლივ ვისაუბრებ. ბიუჯეტს რაც შეეხება ანალოგიურად მეც ვიტყვი კოლეგებს დავეთანხმები და კარგი და მორგებული ბიუჯეტია იქიდან გამომდინარე რომ COVID პანდემიიდან გამომდინარე მეტი შესაძლებლობა ალბათ არ იყო. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტს მე პირდაპირ მადლობა მინდა გადაუხადო მერიას მიმდინარე პროექტების კარგად წარმართვაში და შესრულებაში. მე მინდა ესე საჯაროდ ტრიბუნიდან, მიკროფონიდან ვუთხრა ბატონ არჩილს და მთლიანად მერიას ინასარიძის ქუჩის მაცხოვრებლების მადლობა იმისათვის, რომ ინასარიძის ქუჩა მთლიანობაში კაპიტალურად კეთდება თავის ტროტუარები ან თავის ყველა ინფრასტრუქტურით განახლდება ძალიან მალე. ეხლა არის ჩაკეტილი ინასარიძის ქუჩა ბატონო არჩილ, მაგრამ მოსახლეობა ამას გაგებით ეკიდება, მოთმინებით და კიდევ ერთხელ გიფიქსირებთ ინასარიძის ქუჩის მაცხოვრებლების მადლობას, რომ ეს პროექტი განახორციელეთ და აგრეთვე ინასარიძის ქუჩაზე თქვენ იცით, რომ კეთდება ძალიან ლამაზი და თანამედროვე სკვერი, რისთვისაც კიდევ ერთ მადლობას გიხდით და მოკლედ მრავალ ახალ წელს გილოცავთ დამდეგს, შობას და 2020 წელი ძალიან მძიმე და რთული იყო, არა მარტო ბათუმისთვის, არავენ მთელი სოფლიოსთვის და ვისურვებდი, რომ 2021 წელი უკეთესი იყოს და გაცილებით უკეთესი ვიდრე 2020. მადლობთ. მადლობა. მოგესალმებით. საფინანსო ეკონომიკური განვითარების კომისია, ბატონო ზურა. მოგესალმებით, მესალმებით ბატონ არჩილს და სტუმრებს. მე მინდა პირველ რიგში დიდი მადლობა გადაუხადო მერიას გაწეული სამუშაოებისათვის, რაც შეეხება გრანტის მოზიდვისათვის, ასეთი დიდი გრანტი წლის დასაწყისში მე არ მახსოვს. ამ გრანტმა ჩვენ საშუალება მისცა მერიას და ბიუჯეტს, რომ ყველა ის პრობლემა, რაც დასახული იყო ფაქტიურად დაფინანსებულია, ყველა ის დაგეგმილი ინფრასტრუქტურის პროექტები, რაც უნდა განხორციელოს და მე როგორც უყურებ ჩადებულია ბიუჯეტში, ახალი ძალიან ბევრი ახალი პროგრამა ინფრასტრუქტურულ ნაწილში, პანდემიიდან გამოწვეული დაფინანსებულია და მომატებულია ჯანდაცვის და სოციალური ზრუნვის პროგრამაც, ესეც პლუსში უნდა ჩაითვალოს, ასე რომ ქალაქ ბათუმმა ამ პანდემიის პერიოდში ფაქტიურად მე მინდა ვთქვა, რომ
ამ გრანტის ეს არის წლის დასაწყისი კიდე წელი გრძელდება და ტენდენციიდან გამომდინარე იმედია რომ ეს გაიზრდება ეს ყველაფერი მე მინდა ვთქვა რომ ბიუჯეტი არის პასუხობს ყველა იმ გამოწვევას რაც დღეისათვის ქალაქს უდგას ჩემის აზრით და თორე ქალაქში რომ ბევრი რაღაცა გვინდა გაკეთდეს და უამრავი პანდემიას რო ყოფილიყო მაინც დარჩებოდა ისეთი სამუშაოები რასაც ვერ ჩავატებდით ბიუჯეტში და ეს ყველა წელს რჩება ვიცით რომ უამრავი რამეა გასაკეთებელი ასე რომ კოლეგებს ყველას შეფასებაზე მესმოდა ყველგან დადებითია და მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ და მადლობას ვუხდი მერიას ასეთი კარგი მუშაობისათვის გაწევრებას. მადლობა, სულა ბატონო. მადლობა. იგივე პათოსით ვარ გავსწავლული მეც. კოლეგებო კენჭისყაზე ვაყენებ დადგენილების პროექტს. მომხრე. მადლობა კოლეგებო. მიღებულია ერთხმად თავარი ფინანსური დოკუმენტი ჩვენი ქალაქის გილოცავ თითოეულ თქვენთაგანს, ულოცავ მერიას, ულოცავ ბათუმის ყველა მაცხოვრებელს. ბატონო რომა მოგცემთ აუცილებლად. მოგცემთ ბატონო რომა აუცილებლად. რადგან მიმდინარე საკითხების გარშემო არ გავკითხვა, ამოვწურავ საკითხებს და გაძლევთ აუცილებლად დასვით კითხვა. კი, როგორ მივცეთ მოქალაქეებია? კი, მე იტყვის ვიცნობ და მიტომ. Так, მეორე საკითხი. ბატონო ირაკლი. ბატონო მერო, რაიმე თქვა ხარ გსურთ, ბატონო მერო. ბატონ ირაკლისთან ოდიშის მოხდით 2 წუთით მადლობა მხარდაჭერისათვის ბიუჯეტის პროექტის და უკვე შემიძლია მოგილოცო და მიულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ დარბაზში არის წარმოდგენილი, ვისი სახითაც არის წარმოდგენილი მერია, ეს იყო მერის ყველა სამსახურის და განსაკუთრებით საფინანსო სამსახურის და შესაბამისი ადამიანების თავდაუზოგრავი შრომის შედეგი და ამავდროულად, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რომლის ფინანსური მხარდაჭერაც ძალიან დიდი იყო ამ ბიუჯეტირებისას, ასევე ცენტრალურ დონეზე საქართველოს მთავრობას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ყველა თქვენთაგანისადმი განსაკუთრებულად მადლობა ყველა ბატონო თავმჯდომარე თქვენი და დეპუტატების ასეთი საქმიანი, ასეთი გულწრფელი დამოკიდებულებისათვის, იმ შეკითხვებისათვის, რა შეკითხვების ესე რომ ვთქვათ, მოდის ყველა დეპუტატისაგან, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქზე ზრუნვის ნაწილში ჩვენ ვართ ერთიანი, ჩვენ გვაქვს შეხედულებები, რომლებიც შესაძლებელია რიგ შემთხვევაში განსხვავდებოდეს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ის ემსახურება ქალაქის კეთილდღეობას, ჩვენი ქალაქის მაცხოვრებელთა კეთილდღეობას და კიდევ ერთხელ მადლობა მხარდაჭერისათვის და მადლობა იმ ერთგულებისათვის, საქმისადმი და ქალაქისადმი, რაც გამოვავლინეთ დღეს მადლობთ. მეორე საკითხზე გადავედით, ბატონო ირაკლი, მოკლედ წარმოგიდგენთ განკარგულების პროექტს ლაშას სირაბიძისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევს ლაშას სირაბიძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის გამო შეუწყეს უფლებამოსილება 2020 წლის 16 დეკემბრიდან. არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით წარმოგიდგენთ აღნიშნული განკარგულების პროექტს. უყაროთ კენჭი განკარგულების პროექტს, მომხრე, ერთხმად მიღებულია. ერთი წუთი, დიახ, ბატონო არჩილ. მე და ბატონო რაული წინააღმდეგი ვარ. ბატონებო, ბატონთამას ერთ წუთი რა, არ დამიხურავს ხნობა. ბატონებო, ბიუროს წევრებო, გთხოვთ, თუ რაიმე ზარი არ მოგისწროთ, სავარაუდოდ 4 საათზე ბიუროს ხნობა. თუ რაიმე ზარი არ მოგისწროთ, რომ საქმის კურსში იყოთ და ბატონო რომას ვთხოვოთ ახლა კითხვის დასმა სურს. ბრძანეთ ბატონო რომა. მოგესალმებით, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. შეკითხვა მექნება ბატონ სულიკოსთან და მოადგილეებთან თუ შეიძლება რამოდენიმე ხნის უკან გამოგიგზავნეთ წერილი შემდეგი შინაარსი მოგწონთ თუ არა ქალაქ ბათუმის არსებული მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები და მისი სერვისები და გთხოვეთ ან მოკლედ გეპასუხოთ კი ან არა თქვენ რა თქმა უნდა მოგწერეთ და
მოგწერა თუ კი მოგწონდა და იყო კმაყოფილება თუ დაგჭირდებათ მაქვს დოკუმენტები. ანუ ჩემი შეკითხვა არის შემდეგი. თუ გინდათ ბატონ სულიკო თქვენ გაგვეცთ პასუხი თუმცა ბატონმა თამაზმა. თუ მოგწონთ თქვენ ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები და ყველაფერი კარგად არის, ხო ანუ იმის გათვალისწინებით რომ თან მაღალმთიან რაიონებში და რეგიონებში არ ახართ წასასვლელი ხო სამბოძრაო რაში გჭირდებათ ავტომანქანები აი საკრებულოს ავტომობილები რაში გჭირდებათ რომ გემსახურებათ თუ შეიძლება როგორ გასუხოთ როგორ არა გიპასუხოთ ბატონობა წამომძანდით მე თვითონ გიპასუხებ კოლეგებო ცნობა დახურულია